დასავლეთის ის ფორმა, რომელიც დღეს ახლა გავრცელებულია დასავლეთში და რაც მე თვალყურს ვადევნებთ, აი ის დასავლეთის შემოსვა საქართველოში სწორი არ არის. ჯერ ერთი ის გაკრიტიკებულია ამერიკაში. და ის ცნობილი აი ესეთი კარგი ფილოსოფოსი მოაზროვნე, რომელიც აყენებს ამ საკითხს და თავის ქელტანიან წიგნში სწორედ ასე წერს ის ნოუბელი არის დევიდ ნოუბელი. ეს არც თუ საფუძვლოდ ამერიკას პრობლემები აქვს, ევროპას პრობლემები აქვს და აი ეს რო უტევს ის სოფხედულობა და გაირევი პროგრამებში რა არის და CNN-ის დამაარსებელი და რა ვიცი მე პატრონიც რო იყო ის ტერნერის გამონათქვამები და აზრები ახალ ადამიანს ეს არის სისულელე. დღევანდელი ის დასავლეთისკენ სულა რო არ უნდა ქართველებს, არ უნდა სწორედ ის დასავლეთი, რომელიც მაგინ შემოდის აი ის დასავლეთი, რომელიც აღწერილია ამ წიგნში მე რო წავიკითხე. ესეთი დასავლეთი ახლა არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არ არის. არც ერთი ნორმალური. აი თვით ამერიკელისთვის არ არის მისაღები. თვით ნორმალური ევროპელისთვის ნამდვილად ვიცი რომ არ არის მისაღები, იმიტომ რომ ყავთ ოპონენტები მაგაც და დგანან იცით როგორ უმცირესობაშია, მაგრამ იბრძვიან. და ეხლა ეს ლიბერტალიან მოდი გავიგოთ რა, რომელი დასავლეთზეა ლაპარაკი. აი ეს კოსმო ჰუმანისტს რო ქადაგებს, მარქსიზმ ლენინს რო ქადაგებს, ოჯახი არა, ისი რა ერთსქესიანი ქორწინება. ეგეთ დასავლეთი კაცო მიუღებელია რა თუნდა მაგას ლაპარაკი. ეს არ არის დასავლეთი რა. ეს არის სატანიზმი. და უბრალოდ კარგად ვერ აქვს ჩამოყალიბებული ქართველებს და ცოტა ვერ აგებინებენ ევროპას და ეს კაცი რო წერს, ეს ისე კარგად იძახის ამას რომ ქვას ვერ ესვრი. ვერც ის ამერიკელებს და ვერ ეს ამტკიცებს, კი არ აგინებს იმას რომ ეს ჩემთვის მიუღებელია კაცო. და შენ იყავი ბატონო არ არის პრობლემა. და მთელი საქართველოში ახლა ეგრო შემოდის ეს სტეპს ატარებენ საქართველოზე ესე არ არის ხომ? აი ეს უკვე 12 მილიონი არის ხო ამერიკაში ამის მიმდევარი სხვა წყაროებით 60 მილიონი და დედამიწაზე უკვე 9 მილიარდია ის New Age-ის ისენი. უნდა ნახოთ იმას რა პროგრამები აქვს, იცი რეებზე ლაპარაკობენ. მუშაობს ეს ჯგუფი და საერთოდ ჯონ დიურო 33 წელს მანიფესტს მაგან მოაწერა ხელი. წლის ჰუმანის კაცაც რო გამოცხადა. ეს მარქსიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის. და ეს დასავლეთი საქართველოში რო შემოდის თავისუფლების ინსტიტუტით არანაირად სწორი არ არის. მე ხო ქრისტიანი მსოფლმხედველობის კაცი ვარ და ეხლა მე რომ ანდ ვიყო ზორედ გამოვალ და დაუპირისპირდები ამას ლოგიკით და ინტელექტით და არა ისე ქვებით. არ მინდა კაცო ეგეთი დასავლეთი რა. და თავად დასავლეთს ვეტყვი რომ თქვენში ეს მიღებულია, თავად თქვენ არ აკრიტიკებთ და ჩამოუთვლი იმ ავტორებს, ვინც ამას და თვითონ დასავლეთში აკრიტიკებს და მე იმ ხარეზე ვდგევარ, მე იმ დასავლეთელთან ვდგევარ და თანამშრომლობ, ვინც ამას იცავს და ის შემოვიდეს ჩემთან. შენ არ მიდიხარ კაცო. ხო და რა მანიფესტს გადახედე. 33 წელიდან ვინ მოაწერა ხელი მაგას, ვინ აწერს ხელი და რა როგორ ძალებს იკრებს ეგა. და ეგეთი დასავლეთი შევიდა საქართველოში და ქართველს ინტელექტი არ ყოფნის. ისე აღირეკლება აქინა რომ თითქოს დებილები არიან ქართველები, ნახე დებილ. არა, ამას უნდა დაუპირისპირ და ინტელექტით, რელიგიით. და ძალიან ჩამოყალიბებული და ჩვენი ინტელიგენტები მართლა საჩხეში არიან კაცო, არ არის სწორი. მე ვდგები იმ დასავლეთელების მხარეზე, ვინც ამას დასავლეთში აკრიტიკებს და ასეთი ბევრია. და აი ეგეთი დასავლეთი მომწონს მე. მასე არ არის კაცო, აქ მრავალფეროვანი ქვეყანაა და უნდა გავიგო რომელი უტევს და საბჭოთა კავშირი დაინგრა. და აქ ამას აშენებენ, ამ რელიგიად გახადეს ესა. და ეს დასავლეთი შემოდის მან და პოსტმოდერნიზმული მარქსისტული დასავლეთი რაჯანდაბად უნდა ქართველს. და სწორედ ამას უჯანყდება ქართველი გამიგდა. მიშიკომ კიდე. სწორედ ეს შემოიტანა დასავლეთიდან. არ არის მისაღები ეგ, არ მინდა ეგეთი დასავლეთი, არც მე. მე მინდა მეორე დასავლეთი, არის ესეთი დასავლეთი. და ის რატომ არ მოდის? ის შემოვიდეს რა. რატომღაც ის დაკეტილია, ცდებს მიტერებენ? რომ არის ამერიკაში ესეთი ხალხი, არის ესეთი სწავლის სისტემებიც, მაგრამ უმცირესობაში, მაგრამ არის წიგნებიც რომ იწერება. ევროპაშიც არის. არა, აქ მოდის ყველაფერი, კოსმოჰუმანიზმი, New Age, ოჯახი არა, ერთსქესოვნება, არ მინდა ეგა კაცო. ასე რომ ეს დასავლეთი ისე არ წამოვკრათ რა. მე მინდა ვთქვა რომ მან დასავლეთი არ იცის ამ კაცმა ახლა. პირდაპირ გაგებით მე მაინტერესებს წამიკითხოს ლექცია რა არის დასავლეთი. აი დღევა ეგ რო შემოდის სააკაშვილის ეს დასავლეთია? ეგ დასავლეთი, ცუდი დასავლეთი შემოდის. ნაყარნუყარის და რატო უნდა გაირყვნოს ქართველიერი მე არ მესმის, გინდა ინტელექტუალურად. რა თქმა უნდა ისეთი ცოდნა ინტელექტუალური, ფილოსოფიური შემოვიდეს, რაც არის სატანიზმი. და შემოყარეს ეგეთი განათლება მანდ. გადაყარე რა განათლებაა ეგად. დაგმობილი არის აქ და რაღა ჩვენ გაუხსენით კარები ამ სისულელებს, ამ ლიბერტალიან ინსტიტუტები, რაღაცა თავკომბალა ხალხით რო გაივისო ისა. არ არის სწორი ეგა. ამდენად მე არ ვდგები ეგეთ მხარეზე, სადაც დასავლეთიდან შემოაქვთ ის მავნე ბაცილები, რომელიც ფეხს იკიდებს დასავლეთში და ავრცელებს ჯერ სხვაგან. თუ ბოლომდე განახორციელებს, მე აქითაც შემოუტევს თავისიანებს. აი ეგ შემოდის, აი ეგ საქართველოში და ეგ დამიჯერეთ პირდაპირ გამანადგურებელი არის ყველასთვის, ამერიკელისთვის, ქართველ ყველასთვის გამანადგურებელი არის.
და პატარა ქვეყანაში კიდე ეს სისულელეები, ისაც მიდრეკილი ქონდა ქართველს სისულელეებისაკენ ისა და შენი შემომიტანა ამ თავკომბალას აკვაშილმა და თავისმა ჯოგმა, ამიტომ არის ისქენი თუ ტყავი უნდა გააძრო მაგეებს რა. რაც თესპირები გვინდა, რა შმაკად გვინდა ეგა. არ არის ჩვენთვის ეგ დასავლეთი მიუღებელი, იმიტომ რომ გავლილი გვაქვს ჩვენ მარქსიზმ-ლენინიზმი და ეხლა უცხოური მარქსიზმ-ლენინიზმი ჩვენ არ გვინდა. არ გვინდა რა ეს უცხოური მარქსიზმ-ლენინიზმი. ყველაფერს ვარი უთხრათ, რაც გინდა ყირაზე დადექი. ხო აი გადახედე რაზეზის რამდენია თმები ყალზე დაგიდგება თქვენ ეთყობა კარგად არ აკვირდებით ამ მოვლენებს იცი არ გეხებათ და იმიტომ მაგრამ ეს დაიქუხებს და აი ცდებს ატარებენ საზღვარგარეთ აი მარქსისტული ტვინი როგა გონია რომ ყველაფერი ერთია ამერიკაში შეეტენ და სწავლითაც ისეთ ინსტიტუტებში შევიდნენ სადაც ეს არის გავრცელებული რა დარვინიზმი მარქსიზმი აი ნიუ ეიჯი რელიგია არაფერი რო არ არის აბშები ენერგია ვარ როგორც გინდა ისე ვიჭენაოთ და თავისუფლება და რაღაცა იცი დემოკრატია ეს სისულელები რა თქმა უნდა ამიტომ აი მაგე ნახე ქართველი მაინც დახვდა ამას ისე რომ ხვდება რომ საშიშროება იგრძნო ხო მანდ ახლა ინტელიგენტები არ აყვავს ჩვენ სამწუხაროდ არ აყვავს ჩვენ არავინ ძალიან ბევრს გაიდეალებული ყავს დასავლეთი და გონია რომ ყველაფერი ანტიდასავლური არის თუ მე ვიტყვი რომ იცი რა მე რუსებთან დავიწყებ ურთიერთობას ეს არ არის ანტიდასავლური უნდა განისაზღვროს რა არის დასავლური კულტურა რა შემოგაქვს ჩემთან ყველაფერი ტავარი შემოვიტანოთ ხო ეგ ხომ რელიგია და ისეთი ინტელექტუალური ბაზარი არის და რა შემოიტანი აქა ისევე როგორც უნდა კვების პროდუქტებს გასინჯვა რა შემოგვაქვს რატომ არ უნდა ამიმებს ყველაფერი რატომ არის მისაღები ჩვენი ინტელექტუალური იმისათვის ეს წყაროები რატომ გონიათ რომ დასავლეთი არის ინტელექტუალურ სფეროში ყველაფერი მისაღები ახლა ყველაფერია სიჭრელი არის ფრანგებს ყავდათ კიდე ერთ ფილოსოფოსი 94-ში გარდაიცვალა ჟილ დელეზე გადახედეთ რა სისულელეებს აწერს ეგ ასეთი კრეტინის აზრები რომ მოგწონს შენ ეს დასავლეთი მიუღებელია ჯერ დასავლეთში ეს პოსტმოდერნისტი ტიპი არის ანგრევს ყველაფერს რაღაცა სისულელეები შემოაქვს ეს წიგნები არის შეიძლება მაგას ასწავლიან კიდე ინსტიტუტებში ხო მიდის საფრანგეთში თემაში ბიძინას შვილი საფრანგეთში რო სწავლობს მე მაინტერესებს რა სწავლობს აი რას კითხულობს მითხარაც და თუ ეგეც იმაში ზის ახლა იმ სისულელეებში ნიუ ეიჯში და იმეებში ეს ასეთი კატეგორიის შემოსვა საქართველოში არც მაწყობს შენ დარჩინსებს საფრანგეთში და რაც გინდა ქენი ხო ერთია საზღვარგარეთ რო სწავლობს კაცი მე მაინტერესებს რომელი ინსტიტუტში და რა გაიარა რა სახელმძღვანელოებს სწავლობს მოკლედ რა მსოფლმხედველობა ჩამოგიყალიბდა და რა მსოფლმხედველობით მოდიხარ საქართველოში რა თქმა უნდა შემომიტანო აქ სისულელეები და იცოცხლეთ სისულელეები ბევრია დასავლეთში ინსტიტუტებში ისე ღრმად შევიდა რომ ძალიან ბევრი უკვე სისულელეებში და ამიტომ არის ადგილობრივებს ასწავლიან ხო ყველა სხვა უნდა დაუპოა და ადგილობრივი ირჩევს რომ ჯერჯერობით იცი რა მე იქ არ შევალ იქ შევალ და არის ესეთი ხალხი აქ და ამემა კიდე დასავლეთი და იქითკენ მიდე ნატო და დასავლეთი ამათ ნატო გონიათ და კავშირის გაერთიანება არ არის ეს სწორი რა ჯანდაბადგინა ნატო რა ჯანდაბადგინა და მისი შეიარაღებული ძალები კიდე რა რას გამიკეთებს ახლა ნატო რო შემოვა მანდ და რა ისგან დამიცავს კიდე დღეს საერთოდ რა ვიცი ახლა ომის ისეთი სენი მიდის ახლა ვინ უნდა დაგვიცვას რა უნდა დაგვიცვას თუ ღმერთმა არ დაგვიცვა ახირებასთან გვაქვს საქმე ჩვენ ბიძინაში აცდინას ბიძინა საგარეო პოლიტიკაში მიყვება სააკაშვილის ხას და გაიპაზორა თავი რა უნდა როცა ჩანჩალდა მიშიკოსთან ერთად პრაღაში და გაინაწყინა რუსები რას მიჩანჩალო ამით ადასტურებ რომ პრეზიდენტისა პირველ დღეს მიშიკო გამოულაყა ტვინი რასმუსენს და მე ეს ჩანჩურივანი ჩივით რო დადგა გვერდზე ეს რას გააკეთებდა მიშიკოს უფრო იღებენ იქა ამდენად იცი რა არის უცნაური თუ იმ გზაზე მიდიხარ მიშიკო რო დადიოდა ახალი არაფერი შემოგიტანია შენ ესე იგი საგარეო პოლიტიკა თუ ისეთივეა როგორც მიშიკოსი მაგ ჩვენ აფეს კარგს არ მოგვიტანს არ გაამართლა მაგ საგარეო პოლიტიკამ ამიტომ პირველი რაც უნდა გაიკეთებინა ბიძოს ჩემი რჩევა რომ ისმინოს ახლა რას ვეტყოდი გაიმარჯვე არჩევნებში და დაჯექი თვითმფრინავში ჩადი რუსეთში და დაჯექი და დაიწყო ლაპარაკი შენ ეგ დავკვირდი საგარეო პოლიტიკა ჯერ რუსეთთან მერე გადადი მოგზაურულად ევროპასთან ახლა იქ ჯერ იქ მერე იქ ამან პირველი ისევის დააყენა რასმუსენები და ისინი უცნაურია პირდაპირ და საქმე გაქვს რუსეთთან მთელი რიგი რაღაცეებს ისაფლობს ჩვენ ტერიტორიაზე მისი ჯარია ჩვენ ტერიტორიის ნაწილები მასთან არის შენ იმასთან გარბი ხარ რა რასმუსენი დაგიბრუნებს ამ ტერიტორიებს გახარებული მიშიკო იმიტომ არის წყნარი სახით ტკბილად და რაღაცა აქვს ჩაფიქრებული ამას სანამ მიშიკო სათავეშია მან კარგს არაფერს არ ველოდეთ იმიტომ რომ მიშიკო ისე ძველ კურს აღწელე აგრძელებს ანტიდასავლურუსული უაზრო დასავლური აი ესე პოსტმოდერნისტული დასავლეთი და გარყვნა ქვეყნისა ეს სახეზია ყველამ კი იცის მაგრამ კარგად მოწესრიგებული არავის არ აქვს მიშიკო დატოვა ბიძინამ პრეზიდენტად ამის შეცდომა ეგ არის შეკერა ამერიკამ შეკერა სად შედიხარ პარლამენტში 85 კაცით რა კონსტიტუცია გვხდება
როგორ უნდა გადააყენო ეს კაცი? ორ ხელისუფლებიანობა არის? არის, ეგ ნახტია. არაფერს არ აკეთებს ახლა ყველაფერი დაიწირეს ბაჩო, ეს არის ჩაწყობილი ცირკები და წმინდადება დემოკრატიის დიდი შუქურა სააკაშვილი. ევროპაში ეგ დიდი დემოკრატად არის ცნობილი. ბიძოს არავინ არ იცნობს. ეს აფელი არ არის კონსტიტუციით. რო წავიდნენ ერთად, წარჩანჩალდა. რა უნდა ამას რო წავიდა იქა? რა საქმე გაქვს ნატოს გენერალურ მდივანთან? ამიხსენი. მაგისთვის მოხვედი? რა საქმე გაქვს? ესე იგი რაღაც ამასაც უნდა ფულების შემოზიდვა კიდე. და არ არის ეგ სწორე. და წელიწად ნახევარში წავა ახლა. გადახედა, გადმოხედა და ითესება ნელ-ნელა ახლა რა. წელიწად ნახევარში წავა. საინტერესოა კიდე იქნებ უფრო მალე წახვიდეს შენ. წელიწად ნახევარიც ვერ გაჩერდება ესე თუ გააგრძელა. მე ახლა ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს. რა ჯანდება უნდა ვაშინგტონში? რა საქმე გაქვს? ეხო მიშიკოს გზა არის. მიშიკოს გზით სიარული ამას წაადგება? ვაშინგტონი, რასმუსენი, ევროპა და ფშვიდი, ეგ 9 წლიანი გზა არის მიშიკოსი და ამას რა უნდა მეთქი? უბრალოდ კითხვას ვსვამ რა, რატომ მოვიდა ესა? რესპუბლიკელები ათაყვანებენ? ასე რომ ნახე რა კარგად შეკერა ამერიკელებმა, გადათვალეს, გადმოთვალეს როგორც ბუღალტერია ისე 65 ხმა შენ, 85 შენ შედი, გათვალეს გან, შენ ვერაფერს ვერ დააკლებ მიშიკოს. და ეგ რო იძახდა რომ ნაცმოძრაობიდან ხალხს გადაიბირებდა, რომელიმე ერთი კაცი თუ გადასულა იმ ოცნებაში მაინტერესებს. ორი თვე მიდის. არავინ არ გადასულა. ხო, ციხეში კიდე ახლა იჭელება და იწელება, ვითომ ბაჩო ციხეში გადაიტანეს ეკონომიკური ამბები, იქით დააკავეს ხალხი ბაჩოთი. ეგ იყო ჩვენი მოთხოვნილებები? მე მგონი არა. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის მიშიკოს კარნახით. ასია რა. მე ასე ვხედავ. სანამ მიშიკო პრეზიდენტად არის ახლა, მანდ რამე გამოვა? უფრო დახვეწილი იყო ერიკა, როცა გამსახურდია მოიშორა და დანარჩენები შეეტენენ ზოგი იმას, ზოგი ამას და ზოგი გაიქცა. ეს სანამ მიშიკო მანდ არის, მანდ არაფერი არ გამოვა. და გინდა არ გინდა ორ ხელისუფლებიანობაა და ახლა ეგ სწორი უთხრა იმან. ყველამ ვიცით რომ ეგ ეგრეა. ხო, ვერაფერს ვერ აკეთებს ბიძო. ვერაფერს. თუ ბაჩო დაიჭირა, ბიძოს არ დაუჭერია, ისე მიშიკოს ხალხმა დაიჭირა და ჩასვეს ეგა. ისე ის არის მოსამართლეები. ესე იგი, ვის ავატყუებენ ვერაფრით ვერ გავიგე. რა თამაში მიდის ეგა? სად არის ჩათრეული ბიძო და რატომ არის გაბრაზებული რუსები? რატომ არის რუსეთი გაბრაზებული? რატომ არ ულოცავს? ესე იგი რაღაცა არ მიდის ისეთი პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა არ არის კარგი. სწორი არ არის. თორემ გაძლიერებული რუსეთი დღეს და უფრო არის ვიდრე ამერიკა და საგარეო პოლიტიკის კურსი უნდა შეცვლილიყო. არ შეიცვალა საგარეო პოლიტიკა. არაფერი არც ბორჯომი გასულა, არც საბაზრო ისენი, იქით 1.5 მილიონი ქართველია გადაყრილი და რაღაცა გამტყუნებული უყურებენ ყველაფერ ამ სისულელეს. იქ რო შეყარა რესპუბლიკელები, რა გონია მაგას? სიჭრელი არის. ასე რომ ბიძომ დაიწყო მიშიკოს თამაში. ტყუილ არ დავარქვით ადრე მიშ ბიძინაობა. ეს რაღაცა ჩაწყობილი არის გარიგება და გაბუტულობანაც გვეთამაშებიან. ვისა ძალაუფლება კონსტიტუციით, მიშას. კონსტიტუციით არაფერი არ არის დღესდღეობით პრემიერ-მინისტრი. დღესდღეობით არაფერი არ არის კონსტიტუციით. იმიტომ რომ იმას აქვს ძალაუფლება და მიშიკოს ის მიდის სახის გაწმენდა. და ფაქტობრივად მიზანი მიღწეულია, ნახე რა დაწყნარებული ლაპარაკობდა მშვენივრად. იმის ფონზე ეს ახლა ეს მათხოვარი ჩანდა რა. ხო, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი საგარეო პოლიტიკაში დაჩაგრავს ამას. თან ახორციელებს მიშიკო ზუსტად იმას, რასაც უყენებენ დასავლეთი, აი new age, პირდაპირ შემსრულებელია მიშიკო. აი ზუსტად მაგას იჯეს, მაგსოფხედელობის მატარებელი არის ჩვენი მიშიკო. აი წაიკითხეთ ახალი აი ეს სვეტსკი გუმანიზმი და მარქსიზმი. იცით რა კარგად მოერგო? მიშიკო ამას ყველაფერს კარგად ახორციელებდა. გაგებაში არ არის ბიძინა ამ საკითხში, იმას ვერ აჯობებს. და მით უმეტეს ის ნაცმაცუნები ძალიან მაგრად არიან იქ თავისუფლების ინსტიტუტი, რამე კარგად მოუწამლიათ ამ ლიტერატურით და ამ მთელი რიგი რაღაცეებით, ხო, ამ სისულელეებით. ხო და აი ეს ხალხი ახლა არის, მანდ გინდა არ გინდა და არის. რა საქმე უნდა გაკეთდეს, ჩემთვის ძალიან გავგებარია. მოკლედ ბიძინას ელის პოლნი ბრავალი და კრახი. იმიტომ რომ ეგ თამაშობს მიშას თამაშს. რომ მოხვედი შენ უნდა დიამეტრალურად საგარეო კურსი შეგეცვალა და ამით დამარცხდებოდა ნაცმაცუნები. ეს აიყვანეს იქით, ჩააბეს და მიყავ თუ ვაშინგტონში. აჰა, პირდაპირ აჰა. ეხლა ეგ თუ კიდე ნოემბრის ბოლოს ჩავიდა ვაშინგტონში, სულ დაღუპულა ამის საქმე. არაფერი ადგილიდან არ იძვრის, ისევ დაიწყება არეულობები და ისევ რუსების ისენი დგანან რიგში, აგე ხალხი დგას რიგში. ეს მკვდარი სეზონია ახლა, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მოდი ვთქვათ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მკვდარი სეზონია, როგორც ზაფხული. ხო, გაზაფხულამდე სტაგნაცია იქნება. იყაყანებენ და ამ რელიგიური დღესასწაულებით ხალხს ამასაც მიავიწყებენ. და მე რა იწყება გაზაფხულზე? აი დაიწყება ახალი ბურჯანაძე და გამოვა. გამოვლენ ის დამალული ხალხი.
რომლებიც აშკარად იძახიან უკვე მთელი რიგ რაღაცების და ბიძინასავით არ დაიწყებენ ნახევარი ფეხი იქით, ნახევარი აქით და თუ დრო დამჩა რუსეთო შენკენაც გამოვიხედავ. რა არის ხლე? გავარდა პირდაპირ რასმუსენთან ახლა. ეგ ხომ არანაირად სწორი არ არის. რუსეთთან უამრავი ისენი გვაქვს, მძევლები რუსეთთან გვყავს. უამრავი მძევლები გვყავს რუსეთთან. ტერიტორიები, ბაზები, საქართველოს მილიონ მოსახლეობის მილიონ ნახევარზე მეტი რუსეთში არის და მე შენ გადიხარ ახლა ნატოს რასმუსენთან. ეგ რა პოლიტიკა არის ამიხსენეთ. მაშინ როდესაც ნატო პირდაპირ მტერი არის რუსეთის, ეგ რუსებმა იცის. შენ იმასთან აპირებ მოლაპარაკებებს? რა გინდა ესე იგი რა გინდა მე მემუქრები? ხო, ბიძინა საგარეო პოლიტიკაში დებილი ყოფილა. საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისკენ რო აიღო კურსი, აქ ბადალი არ აყავს მიშიკოს. ეგ ვერ აჯობებს მიშას ვერა. აი მისი სიტყვა და მაგის სიტყვა შეადარეთ. მე არ მესმის რატო წაჩანჩალდა ბიძინა მე არ მესმის ახლა. რა სავალდებული იყო იქ წაჩანჩალება? წავიდეთ მიშიკო, შესად მიდიხარ. თვითონ ახლა დიდი ორატორი იყოს და რა ახლა რა საუხსნი ახლა შენ? დადგმული სპექტაკლია და ევროპიდან ყველაფერი არჩევნებიც იმებმა დადგეს. ეს 85 კაციც იმამ შემოგირეკა და შენ რო ახლა დაუწყებ იქ ჭუის დარიგებას, სასაცილო არ არის. სად მიშა და სადეგ ახლა და შეადარეთ რა დასავლეთის თვალიდან ახლა ბიძინასკენ ვინ გადაიხრება? არ გადაიხრებიან არა. მიშიკო არის მაგათი კაცი, მიშიკო. განათლებაც ეგეთი აქვს. მარქსის ლენინიზმი მაგრად იცის, პლუს ამას დაშენებულია კიდე სვეტსკი გუმანიზმი. ხო, საერო გუმანიზმი, ამაში ხეცია ეგ კაცი რა. ამას ვერ აჯობებს ახლა ბიძინა. ქრისტიანი კიდე არც ერთი არ არის და არც მეორე. წელიწად ნახევარში აპირებს დასვლას, გაგვახარა რა. იქნებ ადრე წავა. წელიწად ნახევარი კი არა, გაზაფხულში თუ კიდე ესე დახვდა ამას ეს წყნარი მდგომარეობა მადლობელი უნდა იყოს. მე ვფიქრობ ეს ამდენხანს არ აცლიან. აგე ბურჯანაძე მიცის უკვე რა უნდა და უკავამ და იმება იციან ნატოს არა, ევროპას არა, რუსეთთან საქმის დაჭერა. ამება იციან, გამოკვეთეს ეგა. ხალხსაც მოსახლეობის უკვე დიდ უმრავლესობას ეგ უნდა. ეს რა ვიცი ახლა ვის უჯერებს ეგ უსუფაშვილს? ხალხმა რატო ერჩია ეგა? ესე იგი ოქტომბერში 2013 წლის ოქტომბერში თუ გადადგა სააკაშვილი, ეგეც უნდა დავტოვოთ თუ რა, ამ კაცგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე არ მჯერა რა სააკაშვილის პიროვნებისა და ამონკალთ არ მჯერა მარქსისტების, არ მჯერა კაკებეშნიკების, არ მჯერა ჰუმანისტების, რომლებიც იძახიან ღმერთი არ არის, არაფერი არ არის და მარტო მე ვარ და ეხლა როცა გავეცანე მე კარგად ამ 4-ვე მსოფლმხედველობას იქიდან გამოვდივარ და მე მოკლედ ვლაპარაკობ მთელი ლექციებს ვერ წავიკითხავ, რატომ არ მჯერა მე მაქვს საბუთი, რატომ არ უნდა დავიჯერო. მე კარგად ვიცი ქრისტიანული მსოფლმხედველობაც და მე რატომ მჯერა ქრისტიანი მსოფლმხედველობისა იმასაც გეტყვი ქრისტიანის რატომ მჯერა. ხოლო ის უნდა წარმოაჩინოს მსოფლმხედველობა, იმიტომ რომ მსოფლმხედველობით დადის ადამიანი. ხო, და გეტყვით რატომ მჯერა, მაგრამ რატომ არ მჯერა ამისი? ეს ძალიან ადვილი და სამტკიცებელია. ამიტომ ვიძახი რომ გავიცანი რა ამის მსოფლმხედველობა ამ მიშიკოსი, მე ამ კაცს არ მჯერა. როდის რა სიტყვის, როგორ იტყვის, მე ამას ვერ ვენდობი, ფრთხილად უყურებ, როგორც თქვათ რიგითი მანდრო ცხოვრობდე მაცხოვრებელი. არ მჯერა მე ამისი. ბიძინას მსოფლმხედველობა კიდე გასაგები არის, ბიძინა მაინც კლასიკური მარქსიზმის მსოფლმხედველობის წარმომადგენელია, მე რო უყურებ მის გამოსვლებს. მოწამლული ჯერ არ არის ეგ, აი, პოსტმოდერნისტული იმეებით მოწამლული არ არის ეს ტიპი. მიშიკო მოწამლული არის. აი, მის გამოსვლებში ეგ სულ ჩანს. და კარგად დაუსხივებიათ, რა ვიცი, შეიძლება ეგ კურსები გაიარა, მაგრამ ეგ სულ იმ ხალხს ხვდება, რომლებიც ავანგარდში არიან ამ ახალი რელიგიის და ახალი ადამიანის გამოწვეთნაზე რო არიან და აი ფერგუნსონი არის ერთი ასეთი მიშრომები არის, ზაგავორო გადალეი რუსებმაც თარგმნეს მე მგონი ესა. ნახეთ რა გავლენიანი ქალი არის ესა, რამდენი მიმდევარი ყავს ამას და მიშიკო რატო ჩამორჩებოდა ამას? ეგეც ახალგაზრდა კაცი არის, ხო? და ბიძინა არა, ბიძინა ამასთან შედარებით უფრო მოძველებული კაცი არის. და მიშიკოსი მე არ მჯერა, რომ აი თუ იმიტომ ავთქვი, ოქტომბერში თუ ეგ გადადგება მაშინ უნდა ამუშავდეს, ესე იგი 2013 წლის კონსტიტუცია საპარლამენტო და მერე მაშინ ხდება დაჩუტული პრეზიდენტის არჩევა. და ეს უკვე არის არა წელიწად ნახევარი, არამედ 2 წელი. ეს კაცი იძახის წელიწად ნახევარში გადავდგებიო, ჯერ კიდე 2013 წელი არის. სანამ პრემიერ-მინისტრი გადადგება 10 თვის თავზე იანვრიდან რო ავთვლით. ახალი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს. ვის უტოვებს პრეზიდენტი ვინ იქნება მაგ დროს? ბიძინას სიმღერები გასაგები არის, ეს ამას ძველი ნოტები აქვს. მე ის მაინტერესებს ჯერჯერობით მიშიკო არის პრეზიდენტი. ჯერჯერობით, აი ეხლა ამ წუთში არის მიშიკო პრეზიდენტი. ოქტომბრიდან მოყოლებული ეგ არის. ჯერ მიშიკო უნდა წავიდეს. ამისი რო განხორციელდეს, მიშიკო უნდა წავიდეს. მერე კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა, არაფერი არ გამოვა. ასე რომ ამას ჯერ წინა აქვს. ეს არის ჯერ ოცნებები და წინ უსწრებს ეს მოვლენებს. ფაქტიურ და რეალობიდან თუ ამოვალთ, რეალობა ასეა. ნაცმოძრაობა სათავეშია, პარლამენტში 65 კაცი არის და არავინ არ გადახსულა იმის მხარეზე. რო შეიკრიბოს 3/4 ხმა და ამით უნდა შეიცვალოს, ის საჭირო არის უმრავლესობა. ეს ჯერ ამას არ აქვს. კონსტიტუციას ეს ვერ შეცვლის მარტივი მიზეზით.
სამი მეოთხედი ხმა საჭირო არის და არა აქვს ამ კაცს. როგორ მოიპოვებს ამას? კონსტიტუციას ვერ გამოცვლიან. მაგს კონსტიტუციური გზა არის საჭირო, ამას უთითებს ევროპა. ბიძინას თუ ყველაფერის განხორციელება უნდა და კურსი უნდა აიღო რუსეთისკენ. შენ ახლა ევროპისკენ მიდიხარ და ანგარიშს აბარებ იმას, ისინი მოგთხოვენ მისდიე კონსტიტუციას. გადაუხევ აგიჯანყდებიან. ბიძინამ ცუდი თამაში წამოიწყო. შეცდომა საგარეო პოლიტიკაში იგი დამოკიდებული არის უკვე დასავლეთზე და არა რუსეთზე. თუ ბოლომდე მის კურსს გაატარებ, შენ იგივე გზას დაადგები, რაცაც დაადგა სააკაშვილი და ეს გამოთოფვა არის ერისა და ერი კიდე ქვებით დაერევა მას, იმიტომ რომ რიგში დგას კიდე ძალები. საქართველოში არიან ძალები. და არის ბურჯანაძე ძალიან ძლიერი ძალა ყავს. და რუსეთია კიდე იქით ქართველები ძლიერი ძალა. უკავას აყავს ძალები. ძალები არის საქართველოში, ახლა ჩუმად არიან. ასე რომ ბიძინას მოუწევს იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს რა მდგომარეობაშიც ნაცმოძრაობაა. მერე მან უნდა განახორციელოს ძლიერი რეჟიმი ვიდრე სააკაშვილის. ამას გააკეთებს? ასე რომ ამას პრობლემები ექნება. მოკლედ, ჩემთვის ეს ოცნება არის ბიძინას ამბები. ბიძინას ამბები არაფერი არ განხორციელდება, იმიტომ რომ მას ხელი შემშლელი ყავს ძალიან ბევრი, ყავს პრეზიდენტი, ნაცმაცუნებიერი ძალიან ბევრი, მერე რუსები მას მხარს არ უჭერს, იმიტომ რომ გააღიზიანა რუსები უკვე ამან და რუსები დუმს. კრემლიდან არაფერი არ მოდის. საგარეო პოლიტიკა იმის საგარეო პოლიტიკაა, რომ ყველასთან უნდა კონდეს ძალიან ძლიერი ურთიერთობა და განსაკუთრებით იმასთან, ვიზედაც ხარ დამოკიდებული ტერიტორიულად, ფსიქოლოგიურად და დემოგრაფიულადაც, იმიტომ რომ ხალხი ჩვენ იქით არის გადაყრილი ვიდრე საზღვარგარეთ. საგარეო პოლიტიკაში ეს სუსტი ყოფილა. მიშიკომ გასაგებია, თავიდანვე კურსი აიღო იქითკენ, ანტირუსული დაიჭირა რა, ხალხსაც თავიდან ეგუნდა და დაიწყო, დაიძრა და გაყვა ხალხი, მაგრამ ის რაც მიშიკომ შემოიტანა, ხალხმა ვერ მეიყო ამ ფსიქოლოგიაში, სისულელე შემოაქვს ამ კაცს და სისულელეებს რო შემომიტან, არც მე დავდგები შემხარეს. ამდენად ქართველი თლათ არ გამოჭუკებულა სისულელეებში აყვეს ამ კაცს და თან ეკონომიკურათაც ტყავი გაძვევს. სხვათა შორის ეს ისეთი მსოფლმხედველობა ადამიანს რო პირდაპირ, ესე იგი ფიზიკურათად განადგურებით ემუქრება. აი რატომ სპობდა დემოგრაფიულად ქართველერს მიშიკოს ეს ხაზი რო ატარებს. ეს მსოფლმხედველობა ადამიანს არ განიხილავს როგორც ჩვენ გვესმის, თუნდაც აი კომუნისტებსაც რო ესმით, ისი არა. აი მოსპედა გაანადგურე რა, სუსტი უნდა მოკვდეს, ძლიერი უნდა დარჩეს. ესენი დარვინიზმზე ზიან, უფრო მაგრა ვიდრე მარქსისტები. კოსმოჰუმანიზმს გულისხმობ, ნიუ ეიჯი და განსაკუთრებით სვეტსკი გუმანიზმი. ბევრი საერთო აქვთ მაგათ, მაგრამ ამის ყველა ნიშანწყალია რას ატარებენ თავისუფლების ინსტიტუტი, რა მსოფლმხედველობის გამტარებელია საქართველოში. თავისუფლების ინსტიტუტი ატარებს აი საერო ჰუმანიზმს და რელიგიის დონეზე აყავს ეგ. ეს საშინელება არის, მეგობრებო. ამას ჯობია ქრისტიანობა, ხო? მან არ შემოსულა დასავლეთიდან ქრისტიანული მსოფლმხედველობა. არ შემოსულა. ეგ დაკეტილი არის. და ამას დახვდა ამ სისულელებს მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არ მიიღებს მაგ სისულელებს, სწორია. იმიტომ რომ ეს ემუქრება ყველაფერს, იცი? ყველაფერს ემუქრება. ფიზიკურათაც ემუქრება ქართველერს, აი რელიგიურათაც, ყველანაირად. აი განწირული არის, ამიტომ ამ ხაზისზე სიარული. სააკაშვილს ჩაფიქრებული აქვს, არც იცის ისე, ქართველი არის მოსპობა და ეს შიგადაში კი გაისმის და კი ვერ ამტკიცებენ რატომ. ესე რო იძახი ახლა ესე, გამოდი და დამისაბუთე და მე თუ მომცემს ვინმე დროს 1 საათში დავასაფუდებ რატომ ემუქრება სააკაშვილის აი ეს დასავლური გაგება საქართველოს განადგურებას. ძალიან ადვილად დავამტკიცებ. ლიტერატურასაც მიუთითავ ხალხს და დაიყარონ და წაიკითხონ. ესე არ შეიძლება ახლა ჟურნალისტიკურ დონეზე დასავლეთი მარტო კაბები და დასაცმელები და დროგავატარო და ბუდაბარები ეგ დაგვაქცევს ჩვენ. ამან ეს შემოიტანა. ხო? იმიტომ რომ არანაირად ეს კაცი ქრისტიანი არ არის. ქრისტიანული მსოფლმხედველობა ხვდება რომ ეს სახიფათო რა არის. და ის უპირისპირდება ამას არა ხმლით, არამედ მსოფლმხედველობით და ბევრი ხალხი გადადის თანამიმდევრია ამ ხარესზე. ხო და ეხლა ბიძინა რისი გამტარებელია? ვეღარ გავიგეთ რა ბიძინა რას აწვება. ბიძინას ოცნება და ეგ პარტია რას აწვება, კარგად გამოკვეთილი არ არის. მიშიკო ვიცოდით რას აწვებოდა. მიშიკო რასაც აწვებოდა, ყველაფერი სახეზია, თანამიმდევრულია ამაში გამტარებელში და ეს პირდაპირ ერისთვის იყო გამანადგურებელი და აჯანყდა ხალხი. სწორია. ყველანაირად სწორია. ვერ გავამტყუნებ. ეს ხალხი ისევ იმას აწვება, მიშიკოს ხაზის გამტარებლები არიან. ეს რას მოგვიტანს კარგს? და დასავლეთი ამას ითხოვდა მიშიკოსაგან. ამასვე მოითხოვს ბიძინასაგან. რა თმიდა მაშინ ეს ცვლილება? ჩვენ საშიშროება ვიგრძენით რა გადაგვარების, გადაჯიშების, პატარა ერის, ჩვენ არა ვართ 300 მილიონი. იმ 300 მილიონში 12 მილიონი არის მაგ მსოფლმხედველობის. 300 არა? მიაქციეთ ყურადღება. მაგრამ ჩვენ მთლიანი მოსახლეობა თუ ამ მსოფლმხედველობის გამტარებელი იქნა, შავად ყოფილა ჩვენი საქმე. ხო და ძალებს კი იკრებს ეს.
მიშიკო კი კარგად ახორციელებდა ამას. რატო ხუჭავდნენ თვალებს დასავლეთელი პირები მიშიკოს სიმკაცრეზე? რა არიცოდნენ? რა იქ თქვენ გონიათ მართლა არიციან და ევრიკა უცებ იცი რა მიუტანეთ კასეტები დავაჩვენეთ. ნახე, დემოკრატია არ არის სააკაშვილი. ეს იყო სირეგვენე. ყველაფერი იციან დასავლეთელებმა, რასაც აკეთებდა მიშიკო. მაგრამ რა ყია უკვე ხალხმა ეს იმას აკეთა, ეხლა რა უნდა ხო არ ვიტყვი, ხო არა, მიშე ეს რა გააკეთე ვეტყვი. მაგრამ ყველაფერი იცოდა. ყველაფერს იმ მითითებით აკეთებდა. ციხეში რო აწამებდა ხალხს 100%-ით მჯერე რო იცოდა ამ სოფხედულობიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. ყველა მიცოდა ეგ. რასმუსენში გადახრილი ხალხი არის ნახევარი მეტი იქ, აი, სულ გადახრილი ხალხია უკვე. ყველაფერი იციან მათ. რომ უნდა გადააკეთო ადამიანი, უნდა აწამო, თუ არ გადააკეთებ, უნდა მოკლა. ამა ეს საზღარი სოფხედულობა ამას მართლა ახორციელებს. და მიშიკო გულწრფელად ამას ატარებდა. ხალხმა გაუგო და აფეთქდა. აფეთქება სწორი იყო, მაგრამ ეხლა რა ხდება? შეფუთვა მიდის. შეფუთვა, შელამაზება და ბაჩო დასაჭერი კი არ არის, სულ ყველა უნდა დავიჭიროთ და ესე იგი მას გვერდზე უნდა რასმუსენიც მოусვათ. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება? ვინც დირექტივებს აძლევდა, რა არიცოდნენ? მანდა მეც მე უნდა გადავიღო კასეტაზე და მოგიტანო? როგორ ყველაფერი იცი, შენი იმით არის აღზრდილი არის ეგა, როგორ პიტომნიკები არიან ეგენი ამათი და ამას აკეთებენ აქა და რანაირად? აქაც არის რა ჩაფიქრებული, კაცი გადააკეთე, ოჯახები დაანგრიე. პროცენტულად ვინ მისცა ხმა ობამას? აგრე შეთ კომპიუტერში. მან წესიერ ხალხს არ მიუცია. ზანგები არ არის იმდენი 6-7%-ია, მეტი კი არა ამერიკის მოსახლეობის ზანგები. სულ თეთრკანიანებმა აირჩიეს ესა. თეთრკანიანებმა და ძალიან ბევრმა ზანგმა რომ არ აირჩია, აი ეს ყველაზე კაი ადამიანია. ეგეთ ზანგებშიც არიან უფრო კაი ადამიანები. ესე იგი ფერით 100%-ით ზანგებს უნდა აერჩია მაშინ ეგ. არ გამოვიდა ეს 100%-ით ფერატკანიანს არ აუჩევია ობამა. იმიტომ რომ იქ არჩევანი არ იყო ფერებზე, გონება და გონება ცოტა ქონდა და აი მან არ მისცა ხმა. ის გადმოიხარა ის შავი აქეთკენ. და თეთრები იქით გადავიდა. ესე რომ ამერიკა აქ სამაგალითოდ ჩვენ არ გამოგვადგებ ჩვენი ისა გვაქვს და რაღაცა მოქნილა თუ არის აზროვნა კაცმა. ემანდერ ჯერჯერობით განადგურებისკენ არის 20 წელიწადია ქართველების განადგურება მიდის და განადგურდება ესე თუ გააგრძელეს რა. იმიტომ რომ ამათ ჩაფიქრებული აქვთ პატარა ერების გლობალიზაციის გადაშენება. ამ სოფხედულობაში რო წავიკითხე ეგა, გადავირიე. მართალია ბიბლია უფრო ბევრს მეუნება ამაზე, მაგრამ მაინც როგორ ახორციელებენ ამაში შეგნებულად ახორციელებენ ესენი. პატარა ერები აღარ უნდა იყვნენ. და მართლაც ეგმეთის. რო შეიტან ამას აღარ იქნება ის პატარა ერი. და რატომ არ უნდა იყოს? შენ ვინა ხარ? ღმერთი ხარ? ღმერთმა დაუშვე ეგა, ერთი კაცის არსებობაც კი. შენ ვიკითხავს. ამიტომ ჩვენ არას რას ვეუბნებით? ჩვენ ვეუბნებით არას ქართველების განადგურებას. და ღმერთსაც ეს მოსწონს. ამიტომ დასავლეთი არ მაინტერესებს. ვინც ქართველებს ემუქრება, მე იმას არას ვეუბნები. და ის, რაცაც ახლა მიშიკო შექონდა დასავლეთში, ეგ ქართველების განადგურებას ემუქრება. ამას არაფერი არ შეუტანია, რაცაც მე ვქადაგებ თქვენთან და რაც მე მინდა და რომელი ევროპას ვიძახი და რომელ ამერიკას. არაფერი ამას ერთი კაციც ვერ ვნახე მაგის გუნდში, რომ მე იმასაც გავეცანი, რასაც ესენი აწვევიან. შენ რატო არ გითხულობ იმას მე რას ვქადაგებ? და აი ესეთი ისმიდა საქართველოში რა. მე მინდა ეს განხორციელდეს, ეს შესაძლებელი არის განხორციელება ელემენტარულ დონეზე. და განადგურება რა ჯანდაბათ მინდა კაცო. ამიტომ ბიზნეს აი ეს ნაბიჯი გადადგმა დასავლეთისაკენ, ესე გადადგმა ბიზნეს ქართველების განადგურებისკენ. არ უწონებ მე ბიზნეს ამ საგარეო პოლიტიკას. ეს არის განადგურებისკენ წასვლა. ამიტომ მე მივესალმები იმას, თქვენ გინდა დაართქვით ამას პრორუსული გინდა ის. აი ვინც უფრო კათოლის გონებას და ფიზიკური გადარჩენაზე იჩალიჩებს. ქართველები თუ ფიზიკურად განადგურდა, არც ერთ დასავლეთი მინდა და არც აღმოსავლეთი. აჰა, ბიზნესა უმწიფარია. იგი არც ფილოსოფოსია, არც ფსიქოლოგია, არაფერი ამას წაკითხული არა. გაგებაში არ არის დასავლეთი რა არის. ეს ახლა მოდერნისტული სახლი დადგი, დასავლეთი ეგ არ არის. დაგემხობა თავზე ყველაფერი. დაგემხობა. და აი ამ რო გვერდზე აი გამოიყენა ნაცმაცუნები და სააკაშვილთან ერთად რაღაცა ადრე მედვედევი და პუტინი დადიოდნენ. ეხლა ამან ესე დაიწყო სიარული. ეს ვერ არის დალაგებული. ხო, მე რიგითი ამომრჩევლის თვალთახედვიდან ვლაპარაკობ. ეხლა ამ კაცმა მე განხიბლო მომცა ბიზნესამ. გვინდოდა უკეთესი და ახლა მიშას ეჯიბრები რაღაც სისულელეებში? ევროპაში მისას ეჯიბრები ახლა ამ კრეტინულ რაღაცეებში, კაცო? და სად არის დაპირებული თქვა მოლაპარაკებები აფხაზეთის თაობაზე, ოსეთის თაობაზე, აღდგენა დიპლომატიური იმის რკინიგზა. მოკლედ წავიდე რა აფხაზეთში მინდა მოგზაურობა რა საქართველოს ჩემ ტერიტორიაზე აღარ მინდა შევიდე კაცო. ამას ვერ მიკეთებ რომ ისეთნაირად ნდობის ისეთი ვოტომი რომ ჯანდაბას თუ არ ვიცხოვრებ ისე მაინც შევიდე იმ აფხაზეთში და დავტკბე რა იმ ზღვაზე დავწვე და დავიძინო რა ჩემი ტერიტორიაა ხო? რატომ აქ აკრძალული იქ შესვლა? მაგრამ რასმუსენთან სიარული მაწყობს?
აგერ ოთახი მაგ დაკეტილი და შენ იმას მიხსნი იქით და დაკეტილია, ეგეც არ არის სწორი. ამდენად საგარეო პოლიტიკა ამ გუნდმა ვინც მოვიდა ჩაიჭრენ. ესენი პირდაპირ აგრძელებენ მიშიკოს ხაზს. ეხლა საშინაო ავიღოთ. რა გამოასწორო ჯანდაბას თუ საგარეო პოლიტიკას კიდე, კაი, იმას ავქნათ, თუ საშინაო მოაწესრიგა. საშინაოში რა არის? ან ეკონომიკა არის, ან სამუშაო დააყენა, ხალხი ჩამოვიდა. ჯანდაბას, კაი, ვერ გააკეთა საგარეო, რუსები არ უნდა. რა გააკეთა საშინაოში? რას აკეთებს? 2 თვე წავიდა. დეკემბერით წავა, პირადად მე არნაირად არ მჯერა, მივცეთ 2 თვე, 3 თვე. არა, თუ კაცი, ჩანს ვინი რისი გამკეთებელია. თუ შენ 1 თვეში ვერ გააკეთებ 1 წელიწადში. თუ გამოცდა შენ დადგენილ ვადებში 3 კვირაში 1 თვეში ვერაბარებ, დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ვერ ისწავლის შენ ამას. ეგრე სტუდენტებთან ხო ვიყავი ჩვენ და ჩვენ მეც სტუდენტი ვიყავი, ხო? გაწელავდნენ. შენ ეხლა ვერ ისწავლე და 1 კვირაც რომ მოგწე, მაშინ ისწავლი? არა, ზიზარმაცია. ისე რომ მე არ ამჯერა რომ ბიძინა 1 წლის მერე აყვევს საქართველოს, ვაცალოთ ჯერ. როგორ ამის ნიშნები არაფერი არ არის. არასწორი ურთიერთობა საზღვარგარეთთან, კადრების გადანაწილებაში არასწორი ის არის, არასწორი გამოსვლებია, ხო, ევროპას ეტენება, ხო, რომელ ევროპას არ იცნობს. ამხელა რუსეთი თავისი ძალიან ძლიერი რესურსებით და ძალიან ძლიერი პიროვნებით, როგორც დღეს ახლა პუტინია, ეს გადაკიდებული არის ესეც რა. რატო კაცო მეზობელთან უნდა გააჩაღო ურთიერთობა? პირველ რიგში ამასთან. და რაღაცა დავხანოთ და დავხანით შეიძლება რაღაცა მოვიგოთ, ხო? რაც ეტენებით ამ ევროპას, რატო არ ეტენება ბელორუსია, მე ვერ გავიგე, აი რატო არ ეტენება ბელორუსია ამას? რაღა პირველები ჩვენა ვართ, რომ ვეტენებით სულ რა. მომგებიანია ჩვენთვის ესა? არა. ამიტომ აი დასავლეთმა არჩევნები ჩადარდა, მიშიკოც დააყენეს, დაუთვალეს ხმები 85 შენ, 65 გააჩერეს. ჩაიჭრა ბიძინა. არ უნდა შესულიყო 85-ით პარლამენტში. აი არ უნდა შესულიყო რა. მუხტი ძლიერი იყო. ეგ უნდა აგდებული ბოლომდე მieყვანა და პირდაპირ ნაცმოძრაობას წასულიყო. ეხლა კი ყველა მანდარი. მოდა ელოდებიან ვითომ 5 იანვარს დაწერს განცხადებას წავა. მე არ ამჯერა. ამიშასი მე არაფერი არ ამჯერა და ეხლა მაქვს უფლება თქვა რომ არ დავიჯერო. თუ ამას არა გავგა, თან ამას აყავს მაგარი მრჩეველი. ბიძამისი არის ისეთი მრჩეველი, მეტი როა კაკებეს გენერალი. ჩვენი ბიძინა როგორც ადრე თქვი, არ არის ეს კაკებეშნიკი რა. ამას ეს კურსები არ აგავლი. ეს ბიზნესმენი კაცი შემოცურებულია ასარევად და ამიტომ ამას მიცეთ ესეთი რაღაცა სტატუსი. ბიძინას მოვალეობაა კიდევ ერთხელ გადავხედე არეულობის შეტანა საქართველოს სივრცეში. და ეს არის იქიდან, რუსეთიდან, იმიტომ რომ ბიძინა ვერ გააკეთებს ვერაფერს, გარდა არევისა. ამას ხელს უწყობს დასავლეთიც. ხო, არეულობა არ არის, როცა შენ კაცი დამიყენე 65 პარლამენტში, პრეზიდენტათაც მიშიკო და ხელიც არ შევახოთ. ეს უკვე არეულობაა. რასაც წამოიწყებს ბიძინა, ისინი ხელს უშლიან არ აკეთებენ. ქუჩებში მანქანებს ტეხავენ. რატო აკეთებენ ამას? რომ გაამწვარონ ხალხი. იქ ვითომ საბოტაჟი დაესხმებიან. ეს სულ ნაცმაცუნების არის ამბები. ამიტომ ეს რა საქმეს გამიკეთებს რას? რა ვიცი, ხლა ეს წამოიწყებს ის შეუშლის. ეს წამოიწყებს, იმიტომ რომ სანამ პრეზიდენტი ცოცხალია, ყველასა იმედი რომ იცი რა, მე არ გადმოვარ ჩემ ხარეზე. ხო, იცი ხომ მუშაობს ყველა იმ სისტემაში. ღარიბაშვილი კი დააყენეს იქ, მაგრამ ვალო მერაბიშვილს უღალატებენ? ისეც ცოცხალია. ისეც პარლამენტშია. მიშიკო კიდე პრეზიდენტია. ვენეციის რახმები მიდის. ნუ ბიძინას რა მოვალეობა აქვს კაცო? როგორ უნდა დააყენოს ამან კარგი გუნდი? მერე წავიდეს. მე იცი რა, ისე ნანატრი ცხოვრება, ახლა პრეზიდენტად მეამირჩიეთ და გადაირჩიოს ის. ხო, აი ეს მე მაგ სივრცისთვის განუხორციელებელ უცნებად მიმაჩნია. ამას გვერდს უნდა ვიღაცა უნდა უმაგრებდეს ზურგს, იცი? ხალხიც წელიწად ნახევარში ამას გამოეცლება. თუ ამან ესეთი კურსი აიღო საგარეოსი, მე ვიცი რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამის მხარეზე აღარ იქნება. და პრიჩინაც აქვს. ამას მისცეს ხმა და არა იმ გუნდს იქ რო ყავს. ეგ ყველამ განაცხადა. და თუ შენც მიღალატებ, გადაგაგდებ, იმიტომ რომ გუნდი არ მავსია. ხლა მიტოვებ შენ იმ გუნდს, რომელიც მე არ ამირჩევია და შენ მიდიხარ, ნახეთ რამდენი წინააღმდეგობაა. და ეს საჯაროდ დადასტურებულია, რომ ეს გუნდი მიუღებელი არის პარლამენტში როზიან. ხალხისთვის მიუღებელი გუნდია. არასოდეს მიუციათ ხმა რესპუბლიკელებისთვის. არც უსუფაშვილისთვის, არც ხიდაშელებისთვის, ეგ ცნობილია რა ხალხია, ვის ემსახურებიან, ეგენი არის ლუსტრირებული უკვე. და ეს მიდის და მაგას გვიტოვებს? არ მესმის. მაშინ ხალხთან როგორ იქნება ეს ისეთი წარმოჩენილი პიროვნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რა გარანტია რომ ეს აირჩიონ? უნდა მოინადირო ხალხის გული, რომ შენ პრეზიდენტად აგირჩიო.
თუ ეგ წელიწად ნახევარში მიდის იმისათვის რომ პრეზიდენტად მოვიდეს ამ წელიწად ნახევარში ისე უნდა შეაყვაროს ხალხს თავი ეკონომიკურად ყველანაირად რომ პრეზიდენტად ეს კაცი აირჩიონ ისე რანაირად აირჩიონ უკვე ის განხეთქილება არის და ამ კაცს ბევრი უკვე აღრენით უყურებს არ მოწონთ ამისი ურთიერთობა ბევრს უკვე ასე რომ განწირულია თუ მაგი უნდა და შეიძლება მართლა უნდა მაგას ვერ განახორციელებს მაგას თავში აუვარდა დავიწყდა ერთი რამე მაგას რომ ეს ახლა შემთხვევითი კაცი ჩაუდგა სათავეში აღტკინებული ბრბოც და ესე შევიდა პარლამენტში თორე ისე ამას ხმას ვინ მისცემდა კაცო ბიძინას ბიძინა აფეშვაში არ არის აქ ხო 8 თვე ზუსტად 8 თვე გამოჩნდა ჩადგა სათავეში და თან წინააღმდეგობით სავსე კაცი არის ხო აფინანსებდა ყველა ინტელიგენტს და მთავრობას და მე ვანომერაბიშვილსაც თავისი პირით თქვა ეს აფინანსებდა ამ მთავრობას აი ეგ ჩემთვის ისეთი გაუგებარია მეტი რო არ შეიძლება აფინანსებ ხალხს და მერე გამოდიხარ და იცი რა არის თქვენ ხართ გადასაყრელებიო აი ეგ რა წინააღმდეგობა ეს რატო აფინანსებდა ეს რა დაყრუებული იყო არ იცოდა რა ხდებოდა და ბოლო 8 თვეში აიხილა თვალები როგორ როდის ხდებოდა ეს მოვლენები ესე იგი დაფინანსება არ შეწყვეტილა 2007 წელს ხო პირიქით გრძელდებოდა 2007 წელს რა მოხდა მათ ნოემბერში ხო როგორი სასტიკი დარბევა იყო მაისში როდის გამოიფხიკა ამაყურები ეგეც ბურუსით არის მოცული მოკლედ ბიძინაც გაურკვეველი პიროვნება არის ხო და მიშიკოს ეგ ვერ აჯობებს ვერა მიშიკოს ჩაფიქრებული კიდე რაღაცეები აქვს ხო და ამ კაცი ესე ადვილი გადასაგდები არ არის ჯერჯერობით პრეზიდენტი არის მე როგორ თამაშობს ნაიურობას ჩაჯდა ვითომ არაფერი ხო არაფერი ყველაფერზე ყაბულს არის ყველაფერზე ყაბულს არის და ისეთი შთაბეჭდილებაა თითქოს იცი რა აღარაფერი აღარ არის როგორ არ არის რა ვიცი მე რას თამაშობს რა ბიძამისი რა მომდურებული ამ კაცზე არ უყვარს ახლა თავისი დიშვილი მოიძულა ნათესავებმა სააკაშვილი ეგეთი რამე არსებობს თუ გადაუდგა მაგას დედა ძმა მაჩვენეთ ვიტყვი რომ ეს ვისულებ არავინ ამას არ გადადგომია არც ძმები არც ამას არაფერი არ უთქვია არც დედას საჯაროდ არც ბიძამის არ უთქვია არაფერი საჯაროდ რა მზადდება ამიხსენით რა მზადდება ო და აგერ რუსები კიდე განაწყენებული არიან არაფერი არ ხდება ისეთი ისე რჩება საქართველოს რუსეთისთვის არასანდომიან სუბიექტად ისე მტერია ჩემთვის საქართველოს ესე ფიქრობს რუსი იმიტომ რომ ეტენები ჩემტერს ეტენები შენ ჩემთვის ახიფათ ხარ და მტერი რომ ეხლა დასავლეთია რუსეთისთვის ეხლა მე მგონი ამაზე აღარც ლაპარაკობენ ხა თუნდა მაგას ლაპარაკი ბრძოლა მიდის ყველანაირად ესე იგი შინაგანად რაც არ უნდა ამტკიცოთ რომ დასავლეთი მტერია რუსეთის ამას არ მიიღებს რუსი რა როგორ შენ ეხლა რისთვის მოდიხარ ჩემთან გინდა ჩემი ისინი წამართვა რა ჩემს საბადოებს დაეპატრონო და მე მიკარნახო და გამდიდე ეგრე არ არის ამდა როცა რუსმა იცის რომ დასავლეთი მისთვის მტერი არის ყოდითგანვე რაც არსებობს რუსეთი ამას რუსს ვერ ამოუღებს თავიდან რომ რუსეთი დღესაც კი არ შესულა იმ ილუზიაში რომ დასავლეთი ამის მეგობარია ყოველთვის განიხილავს დასავლეთს თავის მტრად და როცა ქართველი იმას ეტენება მტერს მოეწონება აი ჩვენ რატო გადავიკიდეთ რუსეთი არა და არ ქონდა ამის ჩვენ პირობები რუსები გადაგვეკეტებინა პირიქით რუსებისგან ნელ-ნელა სიყვარულით უნდა წამოსულიყავი და ნეიტრალიტეტს რუსები შეგვინარჩუნებდა უნდა ქართველის ნეიტრალიტეტი რუსები შეგვინარჩუნებდა თუ მართლა ჩვენ დავამტკიცებდით რომ ჩვენ საშიშროებას არ წარმოადგენთ რუსეთისთვის და საშიშროებას იმ შემთხვევაში წარმოადგენთ თუ როგორც ჩვენ არათვითყოფადიერი ვეტენებით სხვას და ის შემოვა და ჩვენ გადაგდებული ვიქნებით თორე ქართველების არეშინია რუსეთს ქართველები როგორც ბრიყვები ისე უყურებს რუსი და შენ ბრიყვი ხარ სხვა გიყვანს შენ სხვა გამოგილესავს ტვინს და ის შემოვა ჩემთან შენი უტვინობის გამო აი ესე უყურებს რუსი თორე ქართველი როდის იყო ახლა რუსი უყურებდა ქართველს როგორც მტერს და სასაცილოა პირდაპირ ის მაკრისია ქართველი რა უნდა დააკლოს რუსეთს მაგრამ ქართველი არის ისეთი ბრიყვი კიდევ ვიმეორებ რომ შეუძლია ნებისმიერმა გადაიბიროს მოგრთამოს მოესიყვარულონ მატერიალური რაღაცები გადაუყარონ და ასე დაიპყრონ ეს ქართველი სხვა და ის შემოვიდეს ჩემთან როგორც ალმასხანი რძალს ამოფარებული კალთასამოფარებული კოლექტივში უნდა შეპარვა აი ესე ქართველის კალთასამოფარებული დასავლეთს უნდა შემოსვლა და ეგ რა რუსი ვერ გაიგებს ამიტომ არის გადაკიდებული რუსი ჩვენზე იმიტომ რომ როგორ ვართ ესე გონება შეზღუდული რომ შენ დასავლეთს კი არ უყარხარ რუსი გვეუბნება შენ გიყენებს ჩემთან მოსასვლად და გადაგაგდებს არ არის მასე ამიტომ ქართველი ისე დარჩა ჩამოკიდებული არის გააღმერთებული დასავლეთი და მოძულებული რუსეთი და მეზობლად კი რუსეთი ყავს ამიტომ ჯერ კიდევ ხედავ რომ ღმერთს კიდევ უყვარს ეგ ერი რომ ხვარიან ჩვენაირი ადამიანებიც რომ სხვანაირად აზროვნებენ და იმას იცავს ღმერთი თორე ახლა ამ თავკომბალებს
დაღუპვისაკენ მიყავს ყველა, ხო? ათემინდა ხლა ესეთი ევროპა, იჭენავა და იჭენავა სააკაშვილმა და სირცხვილი, ნახე რა ამოტივტივდა რა. თელი ეს დასავლეთი ყოფილა მასთვის ფული, დროსტარება, ბოზებთან ურთიერთობა და ესეთი დასავლეთი, კაცო? არაფერი არ არის მან ინტელექტუალური, არაფერი ფული არ დახარჯვიდა ინტელექტუალურში. ერთი უგაფაცწებით უსმენდი, ბიჭო, რამე თანხა გადაიდო იმისთვის, რომ ეთარგმნა ლიტერატურა, თუნდაც სოფლიო, თუნდაც ევროპული. რამე გაკეთდა ეგა? დროსტარება რა, ჩამოყვანა მომღერლებში ამდენი დაიხარჯა, გააგე გულაობაში ამდენი, ნაძვისხის მოწყობაში იმდენი, დრო გაატარა ლხინითა. და ამას ხელს უწყობდნენ ისინი, აფინანსებდნენ. რა არ იცოდნენ რომ ეს გულაობდა? იმიტომ რომ ეს ერთს პობდა და ესე შემოდიოდა. მათი იმისა რომ შემომიყვანე რა ბაზებში დამადგმევინე რა მანდა და შენ თუნდაც დაიღუპე. აი როგორ არის რუსი გაბრაზებული ჩვენზე, როგორც ჭკვიანი დედმამა უბრაზდება თავის ხეპრეშვილს. ბატიტასიკოს ტყუილა კი არ შევაბადარ იმაში, გახსოვთ ბატიტასიკო. ბატიტასიკოებია საქართველოს და იქ მგელი და ძაღლი ვინ არის, მე მგონი მიხვდებით. და გავობათილებ, შეიძლება ეგ თეორიაში იყოს, მაგრამ ძალიან განუხორციელებელია ეს ბიზნეს იმიდან. თუ უნდა მას. ეხლა მე ვერ დავიჯერებ რომ არ უნდადეს, მას უნდა. მაგრამ რო გინდა ეს რო უნდა განხორციელდეს კაცო. ამის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატარო. და მოსამზადებელი წინაპირობები ამისი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს კაცი ესე ტკბილა და ხელში აყვანილი კიდე პრეზიდენტად მოგვიყვანონ ახლა. ქართველები კიდე ვერ ეგუებიან ერთ და იგივე კაცს დიდი ხნით. ვერ ეგუებიან, თუნდაც მაგარი ტიპი იყოს. ხელში ამოსვლა ახასიათებს ქართველს, მოყიჭება აქვს ქართველებს რა. ეხლა კიდე ბიზნეს უყუროს კიდე ამის პრეზიდენტობას კიდე რა. ესეც იმიტომ მოიყვანეს აქა რომ ნაცმოძრაობა დაამარცხეოდა. ესეც ვერ გააკეთა და ნაცმოძრაობაც დაიტოვა. იქ ეჟუჟუნება პარლამენტში, არის ახლა გამეშვი და გამაკავე. მე დააბრალე, ვიცი რა ვქნა და აი ესენი არიან და რა ვქნათ ახლა რა უნდა ვქნათ. რატო შეხვედი და რატო დაჯექი? პრეზიდენტად სააკაშვილი ყავს და ესეთი წინააღმდეგობა არ ვიცი, საქართველოს კიდე ერთხელ გამაუცა ამ არჩევნებით. პრეზიდენტად ყავს სააკაშვილი, რომელიც აი პირდაპირ იცი მიუღებელი არის ყველასთვის. და ესეც არის რა აპარაკობს და ქაქანობს და ერთ ამბავში არის. მიდი მოდის საზღვარგარეთ. ხო, თან ოფიციალურ ვიზიტებზე ისე კი არ არის, საკატაოდ კი არ წავიდა. მიიწვიეს იქა, გადმოვიდა, სიტყვა თქვა მოусმინეს. და ვერც ახლა რა გვატყუებენ? ბიძინა ახეთ ჩვენ გვატყუებს, რომ არა ესე წამოვიდა, რა უნდა რომ წამოვიდა. შენ რა გინდოდა რომ წახვედი? ეს არის ეს პატარა კაცია. გახლეჩილია და ვერ გაერკვა სიტუაციებში. ხო, რუსებმა არ მოუწონეს რომ დადგა, არ მიესალმა პუტინი. ხო, ეს ძალიან ცუდი ის არის რა. ეს ახლა ვისაც რა უნდა ეთქვა, ამას თავის უნდა გაიგო, დაირჩიეს თუ არა, ეგრევე მოსკოვში უნდა წასულიყო პუტინთან პერეგაური. გაერკვია მდგომარეობა იმასთან. არ გაუკეთებდა პუტინი თელერიგ რაღაცეებს, მე გადადი ევროპისკენ. აი მაგალითად, აფხაზეთის ისა ოსეთი ხალხის დაბრუნება რატო უნდა იყოს გადაყრილი ჩვენი მოსახლეობა აყრილი იქიდან და სომხები ცხოვრობდნენ, ბერძენები ცხოვრობდნენ და აფხაზები და რუსები. რა დაშავა ქართველმა? მაშინ გამოყარე ბერძენით, სომეხიც და ყველა გამოყარე. რაღამე გამომყარე მანდ მაინც. აი ხედავთ როგორი წინააღმდეგობა, კონსტიტუციური წინააღმდეგობა გვაქვს უკვე ჩვენ არჩეულ ხალხთან, რომელიც შევიდნენ და წინამდებარე კონსტიტუციასთან. ეს კრიზისია რა, მოკლედ რა. საპარლამენტო კრიზისია და ახლა მოდი პენსიების მომატებას ისე ეგეც აკეთებდა რა. სააკაშვილიც აპირებდა იანვარში, დარწმუნებული ვარ გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ. მოგეხსენება რა არის და როგორ არის, მან ბრძოლა არჩევობისთვის მიდის და თუ საჭიროა კაცაც გაწირავენ, არ გაუკეთებია სტალინს ეგა, თუ შევარდნაძეს არ გაუწევია ვინმე და თვითონ გასუფთავებულა შვები დაუჭერია. ეგ მარქსისტული და ადაპტირებული მეთოდები არის. გარემოცვა როგორ უყავს მიშიკოს. მე პირიქით ვიტყოდი რა. გარემოცვა შეეწირება მიშიკოს, გარემოცვა. გარემოცვას გაიმეტებს ეგა და სულ ყველას გადაყრის როგორც შევარდნაძემ გააკეთა და ეგ სუფთად გამოვა. ესეთი არის საზღარი მსოფლმხედველობა, იცით? ესენი დაუყავენ, მიშა დაუყავს მაგებს, მიშას ემსახურები შენ დაიღუპები. ეს სატანური ის არის, ვინც ემსახურება სატანას ის იღუპება. მიშა იმთავითვე დაუყული არის არასწორი ხედვით, არასწორი მსოფლმხედველობით და არასწორი ყველაფრით. და როცა ემსახურები შენ მაგას, დროში ეგ დაგუყავს და ბოლოს ეგ მოყვება. მე ეგრე გააკეთე ედიკამ. ჯერაც ცოცხალი ედიკა და ბევრი ხალხი შეეწირა მაგას. ძალიან ბევრი ხალხი გაწირა, გადაყარა რა, ციხეებშიც და ამას გააკეთებს ჩვენი მიშიკოც. ამიტომ ეგეთ კაცთან სამსახურში მე არ ჩავდგებოდი. როგორ ახლა წარმოიდგინე ახლა შენ საქმეებში, შენ რა არ იცოდი, ბაჩო რატო უნდა იჯდეს ციხეში? ეს ადამიანობა არის? მე ვიჯდე პრეზიდენტად და თქვენ იტანჯებოდეთ ციხეში. რო დავფიქრდი მაგაზე, იცი რომ აი მიშა ეგ არ ვიცი ეგ რა ცნობიერებაა რა. ამუნამუსოს არაცხვენია რომ ის 31 წლის ბიჭი ციხეში ის ხო დედიკოს ბიჭი არის. კი, აკეთებდა ოიძახი ხო? შენ რა წმინდანი ხარ? არ იცოდი არაფერი? ყველაფერი ხდებოდა სააკაშვილის მითითებით. და ამას არ ცხვენია ეხლა თუ ეს ნაღდათ, თუ
თუ ეგ ფოკუსნიკობა არ არის და თუ თეატრს არ გვიტარებენ, რომ ეგ კაცი იქ შეაგდო. შევარცხნი მაგის პრეზიდენტობა და ამიტომ ღმერთი ეგეთ ადამიანს იცი რა ვიცი, კაი საქმეებისთვის არ გამოიყენებს რა. ხო, ერთ საქმეში მონაწილეობდით. რა თვითმიზანი იყო, სადისტი იყო ბაჩო, ოჯახის მამა არ არის, მამა არ უყვარს, დედა არ უყვარს და რა, და აწამებდა ეს, ვინც ის რა ხდება მაგკაცის ტვინში. რა კაი იქნებოდა ახლა საუბარი ბაჩოსთან, აი რა მოხდა, აი ნაწყენი ხარ თუ არა მიშიკოსი. აი გაწი რა, ხო გადაგაგდო. რა რუაკეთებდი, რასაც აკეთებდი, იმან არ იცოდა, არ ათანხმებდი პრეზიდენტთან, შენი ძალებით მოქმედებდი, არც მერაბიშვილი მაიცო, არავინ არ იცოდა ეგა. როგორ რას ლაპარაკო? და ნახე რაც სუდათ უნდა იყოს ეს რომ რას ვაკეთებდი ისეთ ახლა მე რომ მეიცი რა, ძალაუფლება მე მაგას კი არ ქონია. ძალაუფლები მთლიანი, აი ძალაუფლების ხელში აი სიამოვნებას გულს ეს მიშიკო იყო. და მიშიკოს შერჩეული ხალხია ეგა, ვინც არ აწყვობდა, ყველა მოიშორა. ვინც არ ეთანხმებოდა. როგორ ახლა შენ არაფერი არ იცი, ბაჩო იქ თურმე რამეს აკეთებდა და საწყალი ეგ შეაგდეს ციხეში, განტევების ვაცი. და მალო მერაბიშვილი, თავისი ცოლი, აი კიტები და ქურდები ცოტა ისენი ჯერ ჰაერს კარგად ყლაპავენ. კვირდებიან რომ ყველას დაიჭერენ. მე არ ამჭერ. ეგეთი რამე არ არსებობს ახლა რა. ყველა დაიჭირო ეგ ახლა და მაშინ ციხეებით კიდე გააქვსო და ნაცმოძრაობის ყველა წევრია დასაჭერი მაშინ რა. სულ ყველა ემსახურებოდა მაგათ და რაღაცებს აკეთებდნენ. მარტო ბაჩო ხო არა, ის პატრულები და ისენი რომ ხუცავდნენ ახალგაზრდებს და მიუგდებდნენ იარაღებს და იმეებს, ეს ვინ ასწავლე ეგ მეთოდები, ვინ? როგორ გაბედდეს ესეთი რამე? ჩვენ თუ ვაშენებთ ნორმალურ ქვეყანას და დემოკრატიულს, როგორ უნდა გაბედო ეს რომ ნარკოტიკები ჩაულაგო ტიპებს რაღაცეები და ღამე დაადგე და წაიყვანო. ვინ პრეზიდენტს გარშე აკეთებ ესეთ რამეს და არც გეშინია? ესე იგი მითითება იყო ეგა. ყველა გასურილია. ყველა დამნაშავეა. და ბაჩო ახლა ისიქ ერთი ყველამ ხელი დაადო ამას და ცოდვები შეახოცეს ბაჩიკოს. ერთი ეს ყოფილა მოხალისე განტევების ვაცი. არ გამოვა ესე შემოკარგებო. არ მოვტყუდეთ რა. მე რიგითი ქართველის პოზიციიდან არ მინდა ახლა ბაჩოს დაჭერა კი არა, ყველა დაუჯინე. ყველა პრეზიდენტი მოტეხეთ მანდეტან. პრეზიდენტი უნდა იჯდეს ციხეში. სანამ ისინი გავრცელდებოდა ეს ვიდეო მასალები. იცით რამდენი ხანი იძახთ მაგატრების შესახებ, როგორ არ მივიდა მაგის ყურამდე? წელიწად ნახევარი ყაყანი იყო მაღაზე, მიტინგიც მოაწყეს, სურათები გამოიტანეს. როგორ რეაგირებას რატო არ აკეთებდა პრეზიდენტი? ესე იგი იცოდა. შეგანებულად აკეთებდა და ბაჩო უშუალო მითითებებს აკეთებდა პრეზიდენტისა. აი ზედმეტსაც არ გადააჭარბებდა, იმიტომ რომ გადააჭარბებ ეგეთი კაცი როგორც მიშიკვა თავს გაგაძრობს. შენ წინ არ უნდა გამისწერო. არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება დიქტატორი იყო. თუ არაფერი არ იცოდი, არ ახარ დიქტატორი. წმინდანი ყოფილიყარ და ჩვენ მაგას ჩამოვკიდეთ იარლიკი ყველა არა მარტო მე დიქტატორის. ესე იგი დიქტატორი მაგ ყველგან ყველაფერი იცის, რა ხდება. როცა დიქტატორს მიტოვებთ პრეზიდენტად და ბაჩო ახალაია, საერთოდ არაფერი არ არის. იმას ციხეში აჟენ, ეს არის ახლა ნაცარსის შეყარა თვალებში ხალხის რა. ვინ აჭამს მაგას? წამყვანი ის არის რომ მიშიკუ არის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და იქით ხალხი, აქით ხალხი და აი ეს გაურკვეველი მდგომარეობა. საპარლამენტო კრიზისი მიდის იქითკენ რომ კრიზისში შევა და 6 თვის მერე აქვს ამ პრეზიდენტ ჩვენსაც პარლამენტი დაშალოს და მე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი, კაცშვილმა არის და ადამიანს ტვენი უბრუნდება უცებ. მე ისე შეიძლება ახალი არჩევნებით კიდე სხვა ხალხი შეიყაროს მანდა. გარანტია არის კიდე არეულობის და როდის იქნება ნორმალური, სტაბილური ცხოვრება, რომ ადამიანმა ოჯახის ბიუჯეტი დაგეგმოს და დამშვიდდეს, დაწყნეს და ცხოვრება დაიწყოს. ეს იყო და ეს გიჟი ყველას იჭერდა და ყველას უსმენდა. ეხლა არის პრობლემა კიდე სხვა რაღაცეების. კიდე რომ სტაბილურობა უნდა ხო ადამიანს. დავიწყოთ ახლა სტაბილური ცხოვრება, როდის 20 წელი გავიდა კაცო, ხო ხალხი დაიხოცა. რა არის ხა ცხოვრება ნორმალური ხო უნდა იყოს ხო? აქ ისე იცვლება მთავრობა კაციშვილმა არაფერი არ იცის. ვინ შეიცვალა, ვინ არის, როგორ არის, საერთოდ არ ანაღლებთ. არც ერთ ოჯახში არ ზის აი მთავრობა. აი ესეთი გაგებით. რაღაც თითქოს შორს არის. მან კიდე მთელი ჩართულია სულ ყველა რა ამ ტელევიზიით, ყველა რადიო არხები, ყველა ტელევიზია ამაზე ლაპარაკობს რა, პარლამენტ. აქ გავსი რამე არ არის. ჩვენ დაინტერესებულები ვკითხულობთ და ვსწავლობთ, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის დამიჯერეთ. საერთოდ ეს არ ეხება არავის. ყველა ფიქრობს სამსახური, ისწავლოს კარიერა. არავინ არ იცის ვინ არის აი მთავრობაში, როდის რა ხდება, რო გამოკითხოთ ვინ, აი 10-დან 10-ვე ვერ გეტყვის. არც ტელევიზიაში არ არის ამის ამბები, აი საერთოდ ტელევიზია ამით არ არის დაკავებული. არანაირად ტელეგადაცემებში არ არის პოლიტოლოგები და ესენი, ამებზე არ მიდის ლაპარაკი. განსაკუთრებით უკვე კომპიუტერი რო შემოვიდა, ტელევიზიამ სხვა ისა მიმართულება აიღო. გართობა არის იქ, შოუ რაღაცეებია, რეკლამები, კინოები, არაფერი იქ პოლიტიკური არ მიდის. ტელევიზიიდან ვერაფერს ვერ გაიგებთ. ვერაფერს, ხო ესეც თუ რაღაცა 5 წუთიანი, 30 წუთიანი CNN-ი და რაღაც. ეს არაფერი არ არის. და ჩვენთან არის ლექციები. ლექციების კურსი მიდის, საერთოდ მედია ობიექტივი ეს არის მთლიანად, აი 2 საათიანი ლექციები პოლიტოლოგიაში.
და ასია უკვე ყველა არხი მან. გამონაკლისი რუსთავი ორი იყო ბაძავდა ვითომ დასავლეთს, მაგრამ ცხოვრება კაცო, როდის იქნება ცხოვრება ნორმალური, ხო? ბიძინა დაპირდა ხალხს და ჯერჯერობით საგარეო კურსი არ არის გარკვეული, სახიფათოობის წინაშეა საქართველო. რუსები ისევ გვემუქრებათ ჩვენიცი და როდის მოუშვენს არავინ არ იცის. ვერ ამ კაცმა ამით მოვიდა რომ გავანეიტრალებ და აღვადგენ ბალანსირება მოხდება, ხო? გათანაბრდება. არაფერი არ გაკეთდა. ისეთი ხალხი ყავს პარლამენტში რომ რუსები რა ვიცი ახლა ესენი ისევ მედასავლეთეობენ ვითომ ევროპელობენ და ეჯიბრებიან სააკაშვილის ევროპელობაში რომ ჩვენ უფრო მაგარი ევროპელები ვართ. ჩვენ უფრო მაგარ დემოკრატიას ავაშენებთ. ეგ არის სასაცილო რა. ბიძინას რთული მდგომარეობა აქვს. მის მიერ არჩეული კაბინეტი მინისტრთა რა ვიცი ახლა ეს ადრე ხოვილაპარაკეთ ეს ახლა მინისტრთა კაბინეტი არ არის ეს არის კოლმეურნეობის იმაში რო არის რაღაც საბჭოს რო შეკრებებიან და ბრიგადირებს განაწესებენ ისე განაწესა ყველა მაგან აქ რა ხალხია გადახედეთ ხო ღარიბაშვილი რატომ არის ვაგე მოხდა სადღაც ბანკში შეჭრა კიდევ ბანკანების ტეხვა ეს ღარიბაშვილი რას აკეთებს ეგ არის უკვე ეგ არის ხო ოფიციალურად შინაგან საქმეთა მინისტრი რა ხელები დაუწყვია რატო არ იძიებს საქმეს რატო არ მუშაობს რატო არ იჭერს ეფექტურად ხალხს და ვამხილოთ ბოლო-ბოლო საბოტაჟნიკები არიან, ნაცმაცუნები თუ არიან, მით უმეტეს ვამხილოთ. რატო არ იჭერენ არავის? ისინი სწრაფად რეაგირებდნენ, ხო? ისინი ყველას იჭერდნენ. და ეხლა თუ მინისტრი არის ეს კაცი, რა თქმა უნდა, ბუტაფორია მინისტრი. მანქანებს ქუჩაში ტეხავენ. რატო არ იჭერა ხალხს? დაიჭერეთ და ვამხილოთ ვინ არის ესენი? რატო აკეთებენ ამას? ხო, სანამ ეს არ ამუშავდება ესეთი ძლიერი, ესე იგი შენ ჩემო კარგო არავინ არ ექვემდებარება ამას. მინისტრი დააყენეთ და იქ მერაბიშვილის ხალხი იყოს, ამას არ დაუჯერებენ. ამდენად თლიანად ყველა უნდა გაიყაროს. სხვანაირად საქმე არ გამოვა. იმიტომ ცოცხალია მერაბიშვილიც პოსტზეა, ასე თუ ისე პარლამენტის რაღაცა აბარია, ხო რაღაცა ლიდერი არის იმისი. მე პრეზიდენტია კაცო ამათი კაცი და რატო გადავა იმის მხარეზე? აი პრეზიდენტი მოტეხონ, მე სულ ყველა დაექვემდებარება იმას, ხო იცი ადამიანი ეგრეა. თორსა უკვე აღარ აკავს მამა დამარჩენალი, ვინც არის მამა დამარჩენალი, იმას ეტენები და ყურმოჭრილი მონახარ. ამდენად ედიკა უფრო სწორი იყო, როდესაც ჩამოიშორა პირდაპირ ლიკვიდაცია გაუკეთა გამსახურდიას და ის ხალხი უმწყემსოდ დარჩენილი შეეტენენ ედიკას. ძალიან ბევრი ზვიადისტი დაუჯდა იქ. ძალიან ბევრი ზვიადის მეგობარი და მოწაფე ედიკას აქებდა და ადიდებდა. ის არის შვილი და მისი მეუღლე მაგალითად. უფრო მეტი ჭანტურია მოიშორა, ქმარი. ცოლი უფრო ერთგული პარადოქსია, უფრო ერთგული გახდა ედვარდისი და ბოლოს ეკიოდა. როცა ედვარდი ემხობოდა, რომ ცეცხლი გახსენიო. აი პოლიტიკა, ხედავ ედიკა რას აკეთებდა. და ეს აკაცო პრეზიდენტად სააკაშვილი იყოს და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნე ღარიბაშვილი და ცოცხალი იყოს და გენერალური მდივანი იყოს მერაბიშვილი. ის ხალხი ვის დაუჭერებს? რვაი და მოხვიდე. ხო შეიძლება ტყავი გამაწერო. ამიტომ გახლეჩილია საზოგადოება. და ასეთი მდგომარეობით ნელ-ნელა ტემპს აიღებს კიდე ეს ქურდობა, მამაძაღლობა. თუ არავინ არ დაიჭირე, ისევ გათამამდებიან. და რატო არ იჭერენ? იმიტომ რომ იქ სტრუქტურებში მუშაობს ხალხი, რომელიც არ ექვემდებარება ღარიბაშვილს და მის მოადგილეებს. იმიტომ არ ექვემდებარება, რომ სახეზე არის პრეზიდენტი და მერაბიშვილის ხალხია გაწვრთნილი ეგენი და მოეწონებათ ამათ მე რო შენ დაგექვემდებარო? ანუ და წამოვიდე და შემხარე და ან კიდე თუ ვიქნები, აგენტი ვიქნები შენში. ხო, მერაბიშვილის აგენტები ყავს იმას და სააკაშვილის აგენტებიც არიან ეგენი და რა საქმე უნდა გააკეთოს ბიძინამ და როგორი დემოკრატია უნდა ამიშენოს და როგორი სიწყნარე და წესრიგი უნდა აღადგინოს, ჩემთვის ძალიან გავგებარია. ამ კაცმა ეს ვერ ჩამოგვიყალიბა რა და არავის ჟურნალისტს კითხვაც არ უჩდება ესეთი რა, რომ რანაირად მოხდება ესა კაცო. ფაქტები სხვას მეუტყველებს, აი აგერ გატყდა ეს ბანკი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და არავის არ იჭერენ. შენ რას აკეთებ მინისტრი რო ხარ? ხალხი არა ყავს არც ერთი ერთგული. ბოლო-ბოლო დავიჭიროთ რა ვინ არიან ესენი და ვამხილოთ თუ მართლა რა კარგი იქნება დაიჭირო და აღმოჩნდნენ ნაცმოძრაობის ხალხი. აი ეგრევე მივაწვევი გადავყრი მე ყველას. რატოღაც არაფერი გაკეთდება? არავინ არ დაუჭერიათ ჯერ. რამდენჯერ მოხდა ხო ამ ორი თვის მანძილზე უკვე ბანკების გატეხვა? პროვოცია არავინ არ დაიჭირეს. და ღარიბაშვილის მინისტრობისა არ მესმის მეთქი რა. ღარიბი ქვეყანა თელ პრობლემა ჩვენი ეგ არის, არაფერს არ აფლობთ თორე ცოცხლით. კაი რაღაცა იქნებოდა, მაგრამ როცა არაფერს არ აფლობ უკვე გეშინია რომ არ გაღატაკდე და ვიღაცას უნდა შეეტენო და დასავლეთთანაც მაგიტომ არიან იქიდან ინვესტიციები და ეს კრედიტუნარიანი არის ხო, ჯერჯერობით და აძლევენ რა და თავრობას ფული ჭირდება ეხლა ხო, და ფული უნდა და
რუსეთთან ურთიერთობა იმიტომ არ უნდა და ძალაუფლება შეიზღუდება გავლენიანი ქართული იმეებისა და თავკაცებისა და აი აქ ევროპასთან როცა ხარ მეტი ისა გაქვს და სააკაშვილს მაგიტომ მოწონდა რა გაიჯეჯილეს ბიჭებმა აი ვიცით რატო მიდიან ეგენი მე რიგითი მაცხოვრებლისთვის ჯერ არაფერი ევროპა არ არის საქართველოში რიგითი მაცხოვრებლის არ უგზნია არაფერი ტანჯვაწამების გარდა და მთავრობას რატო უნდა ძალიან ადვილი ასახსნელი არის მთავრობას რატო არ უნდა რუსეთი ესე ძალიან ადვილი ასახსნელი არის და როცა მთავრობის წარმომადგენელი მოდის და იძახის რომ რუსეთთან გვინდა მე ასეთ ვისე მჯერა რომ ქართველი რიგითი ადამიანისთვის ფიქრობს ის იმიტომ რომ შენ მე ვიცი რომ რუსეთთან ურთიერთობა ისე არ გაწყობს რა ვერ იქნები კარგად დასავლეთთან ურთიერთობა როცა პრეზიდენტი ხარ და სად ეხლა ვერ იგულავებდი ეგრე რუსეთთან რო ყოფილიყო ვინმე ესე ვერ იგულავებდა შეზღუდული იქნებოდა ყველაფერი ხო კონტროლი ფულის ყველაფერი ეგრე არ არის აქ კიდე მეტი ხელგაშლილობა არის და ზემოდა აი მას მართველწრეებს სხვანაირად რო თქვა მართველწრეები არიან დაინტერესებული ევროპასთან ურთიერთობით მართველი რიგითი არა რიგითი ადამიანისთვის ეს დამაზარალებელი არის და როდესაც მართველი წრე მოდის და იძახის მე რუსთან დავიწყებ ურთიერთობას უცნაურია აი მას უნდა დაუსადგითხოთ შენ რატო გინდა ეგრე აი იქიდან უნდა გავხსნათ წინამძღოლიდან სააკაშვილი როგორც წინამძღოლი რატო უნდა დასავლეთს ეგ ყველაფერი გამოჩნდა 9 წელიწადი მაგან იგრიალა რიგითი ადამიანებმა არა რიგითი ადამიანები გადაიყარა წყალში აი ზოგი დაიხოცა ზოგი ომს ატაკა და თვითონ ყველანაირად გაიჯეჯილეს და უკვე როცა მოდის პიროვნება პარლამენტში რომ ჩვენ იცი რა გვინდა დასავლეთთან მე იმათ უნდა დაუსაკითხვა აი მათ რატომაც რუსეთი და იქიდან გავიგებთ ჩვენ რა ინტერესები ამოძრავებთ იმიტომ რომ მე ხო ვიცი პირადად ჩვენ მოაზროვნე ხალხი ვინც არის რომ რუსეთთან შენ არ უნდა გაწყობდეს ვის და მაგალითად მე რომ მთავრობაში მოვდივარ საქართველოში რუსეთი მე არ უნდა მაწყობდეს გულაობა თუ მინდა აი რიგითი მოსახლეს აწყობს თუ არა და აი მანდედან უნდა გავიგოთ ხალხზე ვინ ფიქრობს ახლა სააკაშვილი რო ხალხზე არ ფიქრობს ამაზე ორი აზრი არ არის ახლა ეგ ხალხი ამას უყურებს როგორც ნახირს აშკარა ის სახეზია რა ხალხი გადაყრილია მიტოვებულია სახლები 2 მილიონამდე უკვე მე მგონი 2 მილიონი გაყრილია გარეთ წლობით არიან მუშაობენ ვირებივით ეს ახლა ხალხზე ნამდვილად არ უფიქრია და რა თქმა უნდა ახლა შენ დროშა დააფრიალო და ერთი პარტია მიგრიალოს ეგრეთი მე ევროპა შენ გაწყობს აი მოკლედ ნაცმოძრაობას ევროპა აწყობდა თუ დამიმტკიცებთ რომ რიგით ადამიანებში ევროპა კარგია შემოაღწია თქვენამდე რა თქმა უნდა სწორია აი რაში აწყობს მაგალითად რიგითი ადამიანები რო გადავხედეთ არავინ არ არის ევროპულ იმაში უბრალოდ აი ტურისტული მოგზაურობითაც ვერ მიდიხართ ვერსად ხო უბრალოდ ამ კაცმა ისეც არ გააკეთა რომ ვიღაცას მაინც მოუხსენი ესა რომ ვინც გარეთ არის ნახონ ერთმანეთი და არ ვიყანყალოთ მანდ ესეც კი ვერ გააკეთა მაგ ხალხმა თვითონ გულაობენ და რიგითი ადამიანისთვის მეთქი რა შეღავათია თქვა 9 წელიწადი რომ მიკაკუნებ თავში ევროპა და ნატო ვის შეეტყო ეს მითხარით და რუსეთთან ურთიერთობა რიგით ადამიანს უნდა შეეტყოს პირველ რიგში და მთავრობას არა ყველას არ შეეხება მთავრობაში და რიგითს აი იგივე რიგითი სომეხი უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე რიგითი ქართველი მაგრამ იქ სომეხი მთავრობა ისე კარგად არ არის როგორც საქართველოს მთავრობა მიგრიალა აი მატერიალურადაც სახლები იშენეს ეგრე იქ არ არის იქ შეზღუდულია როგორც კომუნისტური იმის დროს ახლა ისეთ დონეზე ვერ გაშლიდი ფრთებს როგორც ახლა სააკაშვილმა გაგაშალა ფრთები მერაბიშვილმა და სასახლეები და ყველგან და რა ვიცი ყველაფერი აქვს ხო იცით ახლა რა ეგ ჩვენ კიდე ბევრ ამის არ გვეუბნებიან მაგრამ მართლაც ყველაფერი აქვს რიგითი პარლამენტარსაც კი ხო ისეთ დონეზე გავიდნენ და აი რატომ უნდა ამ ხალხს დასავლეთი მე რატომ მინდა დასავლეთი გეუბნებით ბიჭო მე არ მიშვებ შენ რატო გინდა მატერიალური კეთილდღეობისათვის ის კიდე შენ გაძლევს ამ ფულს რომ მე მომსპო და საინტერესოა რუსი რო გაძლევს ფულს ჩემს მოსასპობად მოგცემს აი საბჭოთა კავშირის დროს ესე არ მოხდა რა როცა გადმოდიოდა გადმორიცხები ფულები რიგითი ქართველამდე მიდიოდა ხო და რიგითი ქართველი კავშირის დროს ცხოვრობდა აი ახლა ამ ევროპაში ჭაჭყანით და რიგითი ქართველი სულ გაწამდა ესე იგი სამუშაოთაც კი როგორ ტანჯვით მიდის ევროპაში და მონათ უდგას ადამიანს და აქედან ზიზღები შემოაქვს ხო და აღარ იცის ვის დააბრალოს კითხვა დავშვი ასეთი ევროპა აწყობს დარწმუნებული ვარ და ამაში მე არ ვეკამათებდი პარლამენტის წევრებს და იმეებს და აი რატო მიდის ალასანიაც ბიძინაც რატო აწყობს მაგრამ მე რიგითი ქართველი რო აგრჩიე მე არ მაწყობს ეგა რატო იცი მე არაფერს არ მაძლევ თუ მეც მომცემ რამეს თანახმავარ სააკაშვილმა ეს ვერ გააკეთა თვითონ ყველა იგემა ყველაფერი თვითონ სადაც უნდა იარა არა მარტო სააკაშვილი ყველა ნაცმოძრაობის თითქმის ყველა მიგულავა
ხო არის ვინმე ისეთი ღატაკი ნაცმოძრაობის პარლამენტარიანი აი მაინტერესებს თუ არის უკან წავიღებ ჩემს სიტყვას ბოდიშს მოვხვდი მან რაღაცნაირად მაგებს ანთებული ქონდათ მწვანე გზა აი დიპლომატიური პასპორტები მოქალაქეობაც ბევრს აქვს და რაღაც აი მიდი იყო რა საზღვარგარეთ ეგენი მიდიან ხელფასებიც მეტი აქვს და აი ისმის კითხვა დანარჩენებმა უყუროს ამას და რაში მადგება ევროპა იძახი შენ გადგება კაცო ვიცი შენ რატო გინდა ევროპა ვიცი აი ეხლა იგივე თუ ბიძინა დაიწყებს კაცო შენ ვიცი რომ გადგება სასახლეც ევროპული გაქვს ევროპაში ყავს უყველა მაგრამ მე ჩემამდე არ მოაღწია ამან და განა იმას უარყოფთ ჩვენ ევროპული ღირებულება ჩვენ არ გვინდა მარტო საქართველოს მოსახლეობის მართველი წრეები შევიდეს ევროპაში ჩვენ გვინდა საქართველოს ყველა მოსახლეს რიგით მოსახლემ იგემოს ევროპული გემო თუ არა და ისე არ მინდა აი რუსეთი თავრობა ისე დონეზე ვერ გაჭენდება არ არის ეგრე ნუ როცა უკვე რუსეთთან იქნები ეგრე ბერც შენ ვერ გაჭენავებ და რიგითი ადამიანი ცოტა იქნება წახალისებული აი რატო უნდა რიგით ადამიანს რუსეთთან და არ უნდა მართველ წრეებს ეხლა კონკრეტულად დავსვამ კითხვას საქართველოს მოსახლეობის რომელ ფენას არ უნდა რუსეთი ინტელიგენტებს აი მაგ თავკომბალებმა გააკეთეს ეგ მაგრამ პროლეტარებს არ ეკითხები იმიტომ რომ პროლეტარიატის დიქტატურა არაფერს მქონდეს ეხლა ევროპასთან ვიყავი არაფერი არ მქონდა ეხლა ვიძახე წავალ რუსთან იქნებ რამე მქონდეს მე რო გაიხსნას საზღვარი უფრო არ ამოისუნთქავს რიგითი ქართველი რუსეთში ვიდრე ახლა გერმანიაში ვერ მიშვებ ენა მე არ ვიცი არაფერი მე არ ვიცი გადაპანწალებული ვარ და იქ ბოლო თავის რაღაცა ჩავა იქ ბოლო მწვანელის ყიდიდან მე რო რუსეთში ვიყავი 2000 წელს ესე იგი 2001-ში ავტობუსი დადიოდა პეტერბურგი ქუთაისი და მოდი მოქონდათ მწვანელები და ფული ქონდა ქართველებს ეგ მე დაიდო ვიზა და დამთავრდა გადაყარეს ქართველები ხო იგეთ სულ დღმულობდნენ სავსე იყო იქ ექიმებთანაც იყვნენ ამართულებიც იყვნენ და გრიალებდნენ ხა სააკაშვილისთვის რა ჯობია ამაზე არ ვლაპარაკობ ბიძინასთვის რა ჯობია არ ვლაპარაკობ ეგენი გარეთ გაიშტი აი ჩემთვის რა ჯობია და მე რო ახლა რო ასაღებ რომ საქართველოსთვის რა ჯობია ვერ გეთახმები საქართველო ვარ მეც და შენც მე და შენ ვართ საქართველო გამიყვე ორად და შენ ევროპულში ხარ და გრიალებ და მე კიდე გადამაგდე ეს სწორი არ არის მე მინდა საერთოდ გავიზიაროთ ყველაფერი თუ შეზღუდვა უფლებებში ყველა შევიზღუდოთ ეკონომიკაში შეზღუდვა ყველა შევიზღუდოთ ეხლა მან დრო გრიალებდა ერთი ნაწილი რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი ამიტომ მე მჯერა რომ აი იმ წრეს რა თქმა უნდა ევროპა უნდა ამაზე არ ვდაობთ და რა თქმა უნდა ისინი გადაირევიან რუსეთისკენ შეუმცირდებათ ყველაფერი გადაადგილება ყველაფერი შეიზღუდება უნდა დაეკითხო იმას საზღვარგარეთ რომ მიდიხარ და ისმის კითხვა დღევანდელი ვითარებიდან ხო სწორი ყოფილა რომ რუსეთი მასიურად რო არ გვიშვებდა ჩვენ ეხლა გაგვანთავისუფლეს თვითონ და რიგითი ადამიანი ვერსად ვეღარ მიდის სამაგეროდ 100 ჯერ გავიდა მთავრობის წარმომადგენელი მაშინ კომუნისტების დროს რიგითამდე ხანდახან წელიწადში ერთხელ გავიდოდა ვიღაც შეღავათიან ფასებში ეხლა კი რიგითისთვის ყველაფერი დაიკეტა რუსეთიც კი ჩამკეტეს იქაც ვერ გავდივარ და საქართველოს ტერიტორიაზეც გადაადგილებაც უკვე მიჭირს ისმის კითხვა რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს დღეს აგერ 9 წელიწადზე ვქაქანებთ ევროპა არაფერი თუ 1%-ზე ავიღებთ გეთანხმებით სწორია მთავრობისთვის რა თქმა უნდა ევროპა მისაღები ფართო სპექტრი ამერიკაში სირბილი წარამარა ხარჯების შემოდის ლაპარაკობ ამბიცია მეტი გაქვს იგივე ბრიუსელი აქეთ შვეიცარია საფრანგეთი მე მოფშვიდინებ დაждები ჩავარდები მე ჟურნალისტების გარკვეული იქნება მიდი მოდიან რიგითი ადამიანი როგორ არის რიგითი ადამიანის $25000 მიატანინეს რომ სამუშაო ვიზით გაიპაროს და მე დაპატიმრებული იქნას უცხოეთში და ვეღარ გამოყოს თავი და აგზავნოს ფულები ეს რა შეღავათია მეთქი ასე რომ პრაქტიკულად და პრაგმატისტულად თუ ვიაზრუნებ მართლაც სწორი იქნება არ გაამართლა ამან რიგითი ადამიანისთვის არ გაამართლა თუ სახელმწიფო მოღვაწე რიგით ადამიანზე არ ზრუნავს ის სახელმწიფო მოღვაწე არ ჩაითვლება ხო და ისე ახლა შენი ცოლშვილი იგულაოს და მიდიმოდა ოპოზიციონერებიც გულაობდნენ და აკვირდით ნათელაშვილიც გულაობდა ალასანები გულაობდნენ ძალიან ბევრი მათ ვერსად ვერ მიდის იტანჯება და გარბიან და ის გაქცევებით სწორი არ არის ვერც მოგზაურობთ არც ხელფასი არ არის არაფერი არ არის და ვისმის კითხვა ასეთი არც ევროპა მინდა არაფერი არ მინდა კაცო ჩემამდე არაფერი არ მოაღწია და სააკაშვილი რო გულაობს გასაგებია და ოდითგანვე ჩვენ ყოველთვის
უკმაყოფილო რუსეთთან შეერთების იყო არა რიგითი ადამიანი, არამედ ელიტარული წრე. ელიტარული წრეს მეტი მოთხოვნილება აქვს, გაქანება და გაქანება მეტი ევროპაშია. თუ შენ იმასთან დაიჭერ საქმეს, შენ გაქანდები. ელიტას რო თელი საქართველოს შეეყვანა, მაშინ ვიტყოდი კაი ხალხია. და არ მოხერხდა ეგრე. რაღაც ნაწილი კარგად არის, უდიდესი უმრავლესობა ტყავიძრება. რუსეთში ყველა ერთ კანტორაში ვიჯექით. ვიყავით რუსეთთან ყველა ერთ კანტორაში ვიყავით. ეხლა სულ თავზე მოკაცრავა და დაგვაშარდა ნაცმოძრაობამ, ხო? აშკარა და მასხრათაც აგვიგდო. თან დაგვცინოდნენ, გოიმები ხარ. თქვენ ვინ ჩემ ფეხები ხართ. ეს არ არის სწორი. ხო და როცა ხალხზე ზრუნავს, მთავრობა იმით უნდა მივხვდე მე ვისთან მეგობრობს. თუ ხალხზე მზრუნავი მთავრობა მეგობრობს ისეთ სახელმწიფოსთან, სადაც მისი დათმობილი, აი დათმო მისი ისენი, გულობა მე არ მინდა. აი უკვე სიკეთის სამსახურშია. ხო, ასე რომ შემოკარგებო, ერის გადარჩენა მარტო ის არ არის გამიგერო, შენ გადარჩე და შენ თუ ერი ხარ და ეროვნება შენ თიწყება სხვა არის და სხვები დავწყვიტოთ და შენი ოჯახი გამრავლდეს, სწორი არ იქნება. ამიტომ ვიძახით რომ ევროპა კი იცოცხლით კაია, მაგრამ ევროპაში ჩვენ არა ვართ. ქართველი მოსახლეობის რიგითი ადამიანები არ შესულა ევროპაში. ყველაფერი წაართვეს. თან დაცინეს და შევიდა ევროპაში, მართლა შესულია ევროპაში ძალიან ბევრი. მთავრობა და რაღაცა მისი მიმდევრები და ადეპტები და ჟურნალისტები მართლა ევროპაში არიან. იმათ არ უნდათ რუსეთი. მართლაც რო გაეკეთებინა ბიზნეს ის, ისევე გინე აუჯანყდებოდა. იცი ვინ აუჯანყდებოდა? ვინც აი დროს კიდევ ატარებს. აი დაჯდება გერმანიაშია. მე ისევ ჩამო, ეგრეთ წოდებული მაპატე და რაცაკოლა ჟურნალისტებიც ეგრეა. რა საკეთებენ წარამარა ამ ბრიუსელში ანეს ფული საიდან აქვს? ამ ხალხს ვინაფერ NGO 900-მდე NGO-ა საქართველოში. და გაფინანსებენ, გადაგიყვანენ, გადმოგიყვანენ, გადაგწამლავენ და რა შეაწყობს რიგით მოსახლეობას ეგა მე ვერ გავიგე. დაცარიელი და სოფლები. ეს აწყალი ხალხის გადაყარეს მოსამსახურეებად და რომელი საქართველოს სიყვარულია, მათ მე ვერ გავიგე. მღვდლებიც კი მოგვიწამლეს უკვე, ხო? მე მგონი მღვდლებსაც აღარ უნდა რუსეთთან ურთიერთობა რა. თუ როცა უკვე წამლავენ, რუსეთთან აღარ გინდა ურთიერთობა. შეიზღუდები რუსეთთან ურთიერთობაში შენ. და მე მირჩევნია შეიზღუდოს ეს წურველები და ცოტა შვება მიეცეს ხალხს. მე ისე ქრისტიანი კაცი ვარ და რიგით ადამიანი უფრო მაინტერესებს ვიდრე ზემოთა ხალხი. ნებისმიერ აი როგორც ქრისტეს აინტერესებდა, აი 99 ცხვარი დატოვა და ერთი საძებნელად წავიდა. აი ეს პოზიცია თუ არა გაქვთ, მაშინ თქვენ კიდე არა გაქვთ სიყვარული ყველასი. მე მაინც ვიხრები იგით კი არა ელიტარული იმისკენ და მაგას ვეყალიბს დედა არა რიგითი ადამიანის ხელფასი თუ არის ისეთი რომ გამოკვებოს თვითონ და იმასე ჩათვალეთ რომ ეს კარა ის არის უკვე რა. ის ახლა წამართვი ყველაფერი გადახედეთ სუპერ მანქანები ყავს ყველას აი ბაჩო ახალა ეს ადგილზე სოზარ სუბარი უკანასკნელი იმაზეძის რა მერსედესებზე უცნაურია პირდაპირ ნუ ყველაფერი მოიწყო ამ ხალხმა და მაგას რუსეთი ნამდვილად არ უნდა. მე მჯერა მაგისი. რა თუნდა რუსეთი ხიდაშელს. მაგას არ უნდა. აი მე მაინტერესებს, აი სოფეში რო გლეხია, ისეც მაგაზრზეა? აი ის არ არის მაგაზრზე. ამიტომ იმას ჩააწმენდინებენ ხმას. ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები. ასე რომ რუსები აც ნათელაშვილს აწყობს ახლა. აი თუ მაგას იძახის ვინმე, მე იმას უკვე გაჩენია სიყვარული რიგითი ადამიანისა. თუ ეს ბურჯანაძეს მართლა ესე ჩამოყალიბებული აქვს, მე დაარწმუნებული ვარ, რომ მაგი უკვე ცოტა ხალხზე ფიქრობს უკვე. ისა თუ ხალხზე არის ფიქრე, ეგ ხო იყო უკვე ევროპისკენაც იყო. იგულავა, გადააფასა მაგან რაღაცეები და ვარი უთხრა. ვლასტში რო დომოდა მაგას ყოფნა დარჩებოდა. ესე იგი რაღაცა კიდე ადამიანში არის მოთხოვნილება, რომ სხვაზეც იფიქრე. და ყველა ადამიანში არის ეგ, უბრალოდ სააკაშვილმა ჩაკლა ეკა. ხო, მეც დარწმუნებული ვარ თქვენშიც არის, ჩემშიც არის, ყველაში, იმიტომ რომ ყველა ხო ერთმა გაგვაჩინა, ღმერთმა გაგვაჩინა და უბრალოდ ერთნი წაუყურებენ და აღარ ფიქრობს ადამიანზე, იცი წარტი შენი ერთი, რაზე ვიფიქრო იმაზე, მე ხომ კარგათა ვარ. ბურჯანაძე რო იყო მასეთ მდგომარეობაში, დარჩა იქ სააკაშვილთან და ვიცი რა, აქებდა და ადიდებდა 2007 წელი გახსოვთ, არ დაგმო. მე რა ხდება რაღაცა გადამუშავდა, ხო? და რა კი ეხლა ეგ იძახის. უკვე რუსეთისკენ კუკავა. აი ეგენი უნდა ფიქრობდნენ უკვე მართლა ხალხზე. მე ვიტყვი რომ მაგათ უფრო ეცოდებ ეხლა რიგითი ადამიანები. სააკაშვილი არ. გულაობა უნდა იმიტომ და ამებმა დათმეს ისინი, იცი? დათმობ, აღარ მინდა მე. მე აღარ მჭირდება რა არაფერი. ოღონდ აღარ დავინახო ღატაკი ხალხი ჩემ ქუჩაზე რა. რომ საჭმელებს ეძებდნენ და რაღაცა და თუ ეს პირობები იქნება რუსეთიდან, რა გავთვლი ამას.
რატომ არ უნდა ავირჩიო ეგზა? ახირება არის ეს რა 64 არის ევროპა თუ ამერიკაა 64. ეგენი არც ერთის არ კვირდება ჩვენ 64-ს. 64 ქრისტე. ჩვენ მივაკითხოთ ქრისტეს და ყველას გარანტირებული აქვს 64. ეხლა დროებითი ცხოვრებისათვის მივაკითხოთ ისეთ ადამიანს, რომ სული არ გამძურეს აქა ნაგავში პურის საძებნელად. აი ამიტომ ვიძახი მე, რომ კითხვა უნდა დაისვეს ესე რეფერენდუმში. ვინ არის რომ იძახის ანტირუსულს ვინ ავრცელებს? დააკვირდით ყოველთვის ვინ ავრცელებს ანტირუსულს? ან შესლილი იდიოტი ინტელიგენტები, ფანატიკოსები, როგორც არის ნოდარ ნათაძე, ეს ფანატიკოსი არის, ეს ავადმყოფი არის. ან კიდე ტიპი, რომელსაც იცი, მე რუსეთთან რო წავიდე, ვიქნები ჩახტილი პრეზიდენტი. რატო მინდა ახლა დავეკითხო, ვეღარ ვივლი ბიუჯეტი და რუსეთთან ავიღო, ვიჭენაო. მე უკვე საათების დასათვალიერებლად იტალიაში ვეღარ წავა საქართველოს პრეზიდენტი. და გაიხსენეთ სააკაშვილი, რაც მოეპრიანებოდა იმას აკეთებ. სადაც უნდა დაждდებოდა და გაფრინდებოდა. ქვეყანა ფული ხო იხარჯებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა მაგას აწყობს ევროპა. ალკამათობთ, შენ გაწყობს კაცო ეს ევროპა და ევროპელები და ჩემამდე რატო არ მოვიდა მაგ სიო? ჩემამდე თუ არ მოვიდა, მე არ მინდა შენი ევროპელობა. მივდივარ რუსეთისკენ. რიგითი ადამიანი ესე მსჯელობს და სწორი მსჯელობაა მაგისი. დაპირდი ჩვენ და შენი გულავე, მე არა. ჩამკეტე, რუსეთთანაც დამიკეტე, საზღვარგარეთთანაც დამიკეტე. პასპორტებიც არა მაქვს. აღარსად აღარ მიშვებენ შენი გადამკიდე. შენ ხო არ გამიკეთე? ამიტომ ეხლა გიყურო მე შენ და უძახოთ ახლა მაპი ევროპა, რასმუსენი, მაპი ბიძინამაც ეს დაიწყო. არ გამოასწორე. ბიძინაც ესე პატარა კაცი ყოფილა. ეგ თუ ხალხზე ფიქრობს, მაშინ ხალხი რიგითი ადამიანს რა უნდა ის გააკეთე? თუ არა და ეხლა შენც თუ ეხლა ევროპა იმიტომ მოგინდა რომ შენი გულაო, შენმა ცოლიშვილმა, ოჯახმა და შენმა პარტიამ, ეს ბოლოს მაინც აჯაყებამდე მივა. ამას ორი აზრი არ არის. არ ამართლებს რა ამ ეტაპზე. ან მთლიანად უნდა შევსულიყავით ევროპაში. და ევროპაში ჩვენ იმიტომ არ შევდივართ, რომ ევროპელები არ გვიღებენ. ევროპელები იმიტომ არ გვიღებენ, რომ არ უნდათ რუსები გაღიზიანდეს. და ვართ ასეთ მდგომარეობაში. თორე ისე რა უნდა ეხლა გამოაცხადე რა საქართველოს ევროპაში მივიღე. აი პირველად რატო არ მიგვიღო ევროპამ? არ გააღიზიანა რუსები, არ გადაიკიდა რუსები. მე არ გაბრაზდეს რუსი, არ გადამიკეტოს გაზი. ხო? განსაკუთრებით საფრანგეთი, გერმანია რუსების ფილიალია ეგა, ხო? და ამათ აქვს წამყვანი სიტყვა ევროპაში. ამებმა დაგბლოკეს ჩვენ. რა გარანტია რომ ახლა მიგვიღებენ ესენი? დაგბლოკავენ. ისე თან კიდე რა პრობლემებია კიდე იქა და ერთ წურბელას კიდე ისენი კიცერზე არ დაიკიდებენ. ამიტომ ვერც იქ შევედით, ვერც აქ ავართ, ისევ ამერიკასთან ავართ და რაღაცა ვითომ დახმარებებს კიდე ვიღებთ და ახლა ამათაც უნდა ცოტა ფული აკეთონ, ვინც მოვიდა. და ახლა ვინც მოვიდა, იმას რუსეთი ნამდვილად არ აწყობს. მაინც რა დროს რუსეთია, მოვიდი ფული მინდა და ფული მოდის დასავლეთიდან. თუ ჩვენ იმას ხარკს გადავუხდით, გამოგვიყოფენ და ტრანშებს, მოდის და მოდის. ხო ეგრე იყო. მარტივია. რატომ არ უნდა რუსეთთან? იმიტომ რომ ფული იქიდან ნაკლებია. შენთვის, თავრობისთვის. და თან გაგაკონტროლებენ. რუსი ხო იცი? ეგრე ფული გამოგიგზავნოს და არ გაგაკონტროლოს, ესეთი რამე არ არის. ევროპელები ფულს გვაძლევენ იმიტომ რომ ეგ ქვეყანა გაანადგურონ. შენ მოსპობ შენ ერს და მე გმაწყობს. დებენ ფულს რომ რამენერით იქნებს შემოვიდე, შემოგვეტენო და ვერ შემოდიან. ბაზებით დაიმით უნდა, ხო ახლა სტრატეგიის თვალსაზრისით უნდა მანდ შავ ზღვაზე გასასვლელები იქ რაღაცა დააჭოს, ბაზა იქა და რუსთან ახლოს დადგეს. ვერ აკეთებს ამას. ამიტომ ეგ ცდელობა განწირულია და ბიძინა თუ მაგზას დაადგა, არაფერი არ გამოუვა რა. ტვინი ამიდუღდა იმდენი მაგ ამაზე ნაფიქრი და წაკითხული. არაფერი არ გამოუვა, всё, მორჩა რა. ევროპამ ჩვენ არ მიგვიღო. არ მიგვიღებს ევროპა რუსების გადამკიდე. აი ეს თუ აღარ გავარკვიეთ ახლა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ახლა ისე უნდა მოიქნას. რაღაცნაირად უნდა რაღაცად მივხვდით რომ ევროპამ აღარ მიგვიღო ხედა ვერ ვასიამოვნებთ რა ჩვენ ევროპელებს ეგ ტყუილია რა იმ თავითვე არ მიგვიღებენ ეგენი თორე ეგენი რუსებზე იყვნენ დამოკიდებული და რუსმა აჩვენა რომ არც გაბედოთ დამთავრდა ნუ პირდაპირ ომში შედის და ახლა რას გვატყუებენ რა მე მიაძინონ ევროპა თუ რას ელოდებიან გაჩხერილები ვართ მოკლედ რა და ბიძინა ახლა ამ არც უფიქრია ისე შედგა ამ იმაზე და ლაკით-ლუკით აპირებს ახლა ალასანია გამომივიდა ევროპელი და ფანჯიკიძე მისი ცოლისდა და რაღაცა და გუგულაობენ. ახლა ამების გულაობას უყუროთ. ჩვენ ევროპაში რომ მიდიან, მოდიან, თვითმფრინავზე მიხვდებიან, ჩვენ ველოდოთ რიგითი ადამიანები, არც პენსია, არც სამუშაო, არაფერი. და დავტკბეთ ჩვენი მთავრობა ახლა ამან იგულაოს. ახლა ალასანია ამერიკაში, უსუფაშვილი კიდე გერმანიაში და თვითმფრინავის პიემ და ინტერვიუები მეება. რა შეინტერესებს ეს ქართველებს? ეგზა უკვე კავლილია რა. სააკაშვილი თუ ვერ გავიდა ევროპაში, ვერ გავა ვერც ესენი.
რატო დაიწუნეს სააკაშვილის საქართველოს ევროპელებმა? არ დაუწუნიათ. რუსების შიშის გამო ვერ მიიღეს. გადადეს ისევ. გერმანიამ საფრანგეთმა დაბლოკა. და ეს გაგრძელებული ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. ვნადგურდებით და გულობს ელიტა. პარტიული, თქო, მართველი ელიტა. ეხლა ეს გულობა მოწყინდა სხვა ელიტას, მომივიდა სხვა. ამიტომ დაბალფენებს არაფერი არ შეხებია. გამოიცვალა მთავრობა, დაბოღმილი ხალხი შევიდნენ, ცოტა ესენი გაძღებიან, ცოტა მშიევრები რო იყვნენ, იგინებოდნენ, დააკვირდით, როცა მშიევრები იყვნენ, იგინებოდნენ, აგინებდნენ, თანდათან უკვე დააკმაყოფილდნენ და გაჩუმდნენ. და რაღაცა აღარ არის გინება. იქიდან ბიძინასიც ხო აღარ არის აგრესიული ამ სააკაშვილის მიმართ ნაცმოძრაობის. სიკატესი კიტყვიან ხოლმე ისე, რაც დრო გავა, უფრო ესენი რო გასუხთებიან, დააწყნარდებიან. და უკვე გაჩერდებთ. რა გამოვიდა? ესე იგი, სააკაშვილს ესენი შემოუყრებია, გარედან მეჭიჭყინებოდით, გაგაძღებთ თქვენ, მოდი გავიყოთ ძალაუფლება. და ასე არის გაყოფილი ძალაუფლება. ნაცმოძრაობის ხალხი გადაადგილდნენ გადმოდი, ცოტა თქვენს გაძეხით ახლა და გავისვაროთ. ფაქტურად სააკაშვილმა კიდე ეს ხალხი მოდი თქვენს გაგსვრით. მე ვარ გასრული, ახლა თქვენს გაისვრებით და თქვენს ხალხს გადაკიდებთ. ესენი მიდის. სულ ცოტა ხნის მერე ხალხი ამათაც ქვების სროლას დაუწყებს. ნახოთ ეგ კარგი საიტკენ არის, რა გამოვა აქიდან კარგი. ჯერჯერობით საკმაოდ პესიმისტური ისენი მაქვს მე. წანამძღვრები გაუკეთო ამას. უსაფუძვლო არ უნდა იყოს პესიმიზმი, უსაფუძვლო. რაღაცა გრძნობ რომ რაღაცა არ მიდის ისე. და მის პესიმიზმს ახლა აი ჩამოვაყალიბე მე ლოგიკურად რა აი ეს გზა რომ კარგი გზა არ არის და თავის მოტყუება ეს სისუსტეს ნიშანი არის. ესე მოვიტყუო თავი ახლა მე და ესე იქნება რანაირად იქნება ესე. რაღაცა რო არ არის კარგად ხედავ რა. აი ესენიც არიან, ისენიც არიან. ესენი გაისვარენ, ახლა ესენი ისვრებიან. სააკაშვილი შემეცნებულია და გასვრილია მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში. იგივე გზას დაადგა ბიძინა თავისი კამანდით. ცოტა ხნის მერე ამასაც გაისვრებოდა. სააკაშვილსაც ეგუნდა. მე ეს ორი გასვრილი ადამიანი რომ მაგრა შეიკრას და შური იძიოს მოსახლეობაზე, იქნებ ამას ჩალიჩობს დასავლეთი და ამიტომ დაუშვე ერთიც და მეორეც. შენი ყავი ისა? მოდი შენც გაგსვრი. მე ესენი გაერთიანდებიან და ჩავიგდებ ესე მთელ მოსახლეობას. და ელოდება რა, რომ რაღაცნაირად იქნებ რაღაცა შემოვაღწიო მანდ. და ჩვენ ახლა ჩვენთვის ეს მისაღები არის. ჯანსაღი ხალხი თუ არ გაჩნდა მანდა საქმე შავად მიდის. ამიტომ უპრიანია აი ეს რაც შემოდის. რუსეთი კი არ უნდათ როგორც მამახსნელი რაღაცა 64-ის შესაძლებლად. რუსეთი როგორც გარკვეული ამოსუნთქვის საშუალებად ისახება ბურჯანაძე რო იძახის ამას. ეგ რაღაცას მიხვდა, საინტერესო იქნებოდა კითხვები რო დაგვესვა აი ერთ-ერთზე. რატო უნდა რუსეთი მას? მე მაქვს ჩემი აზრი. თუ დაემთხევ, აი რატომ? იმას შეიძლება ბევრამე ისე არც კონდეს ნაფიქრე ფილოსოფიურად და თუ მოგვიძებნეს იმ გზებს და ჩავიყვან იქამდე, რასაც მე ვიძახი, რომ რიგითი ადამიანისთვის ეს უკეთესია, ეგ ყოფილა კაი ადამიანი. თუ ვინც რიგით ადამიანზე ფიქრობს, აი ეს არის ჩემთვის უკვე კაი ადამიანი და ღმერთით, ის არის ღმერთით განწესებული. სააკაშვილი პირდაპირ ხო ვთქვით, სააკაშვილი სატანასთან. განადგურება, ტანჯვა, წამება, ყველაფერზე. ეს პირდაპირ აშკარად სატანის სამსახურში ყოფილა კაცო. თან აი უფრო დიდ სატანასთან საქმე დაიჭირა, შიოლა ანტვიჩთან იქ. იმასთან დაიწყეთ რაღაცა ტენგიცობა. ამის პრობლემა სწორედ ეგ არის. ხელშეკრულება სატანასთან დადო. ხო და შემდგომი ვინც მოდის ახლა და რატო უნდათ რუსეთი, მე განმარტე ეს ბუას სახე უნდა მოეხსნას რუსეთს. ბუა არ არის ეგ, იმიტომ რომ სამყაროში ღმერთი არის და ღმერთთან თუ დავახლოვდებით ჩვენ, ის მიგვინიშნებს ჩვენ ვისთან უნდა ვიყოთ. ბიბლია ელემენტარულად ხო იცით თქვენ იზრაელის ისტორია. გახსოვთ იგივე სიტუაციაში ისრაელი. როცა უჭერს ვისთან უნდა დაიჭიროს მან მეგობრული ურთიერთობები. ჯერ ღმერთთან უნდა იყო და თუ მასთან არ ახარ ღმერთი ვისთანაც გაგიშვებს, ის ასაჭირო. თუ საჭიროა, ბაბილონშიდაც გამყოფებს 70 წელი. ეს ბიბლია ამას გვეუბნება და როცა მე აქედან უყურებ მე ამას, ჩემთვის რუსეთი აღარ არის ბუა, იმიტომ რომ ღმერთი არის სამყაროში. ვინც იმას მიმინიშნებს, ღმერთმა მიგვინიშნა ჩვენ ევროპა. აი ყველანაირად ჩანს. ნაყოფით რომ ღმერთის ნება არ იყო ჩვენი ახირება ევროპასთან შეტენვა. აი შედეგები. ამიტომ ჩვენ ღმერთთან გვაქვს საქმე გასასწორებელი. რასიზმთ გვინდა არ გვინდა ჩვენ გონებით გვწევთ რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ თუ ეს ღმერთის ნებაა რომ ჩვენ რუსეთი ჩაგვაბარა, ღმერთს უნდა დავყაბულდეთ, რუსეთს კი არა. ეს არის თეოლოგიური მსჯელობა ამ საკითხთან მიმართებაში. თუ ჩვენ მორწმუნეები ვართ, ჩვენ ამ ხას უნდა გავყვეთ. და ისე არ გამიგოთ რომ რუსეთი არის პანაცია. ღმერთის მოყვარულები ვართ ჩვენ. ღმერთი რომელს გამოგვიჩენს ჩვენ როგორც მეპატრონეს ჯერჯერობით. ჯერ ჩვენ ვერ დავდეკით ფეხზე. ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების გამო, რესურსები არ გვაქვს.
მაგრამ თუ ვისაც ჩაგვაბარებს, აი მასთან ხომ უნდა ვიყოთ. ევროპას ჩაგვაბარა? არსად არა ჩანს. საზღვარი არ გაგვიხსნეს? დაგვცინიან? თუ დახმარება არის, არ მოდის ხალხის დონეზე, არაფერი. და ყველანაირად გავნადგურდით. ეს ღმერთის ნება არ ყოფილა. ესე იგი ტანჯო, ეს არის შურისძიება. ეს არის გამოვიცნოთ, რომ სააკაშვილი მოსულა არა თქვათ აღმაშენებლისთვის, არამედ ერის დასასჯელად და თუ ერში შემოვიდა ის შეგნება არაცნობიერით, აი ეს ძალებს ელოდება ხო, მიდი ისე უკან. და ეს უნდა ჩამოისხას რაციონალურად, რატო დაბრუნდით რუსეთთან. ეს უნდა გამყარდეს თეოლოგიურად. აი მაშინ გვეშველება. შემდგომ ამისა თუ გვეცოდინება, დავდგებით ფეხზე, თვითონ ღმერთი გვეტყვის, გამოდით ეგვიპტიდან. გადახედეთ იქ ღმერთი ლაპარაკობს მოსესთან. აქ ღმერთი ლაპარაკობდა სააკაშვილთან? მერე გამოსვლა იყო? გამოსვლა კი არ იყო, ეგ იყო გამოყარა, ან გამოქცევა, შენ თვითონ გამოიქეცი ღმერთის გარეშე. ეგვიპტიდან რომ 2 მილიონი იყო ის ხალხი, წამოსულიყო მოსეს გარეშე. იცით რა მოხდებოდა? გამოეკიდა, ისა ყველას დააბრუნდა და ჩაკლავდა იქა. მაგრამ მოსე რომ მიუძღვებოდა და გამოეკიდა, ტყავი გაძვრათ იმეებს. მოსე კი გავიდა. განსხვავება ხო დიდია. რატომ ხმარობთ ესე პრიმიტიულად ბიბლიურ მაგალითებს და გადმოგვაქვს სოციალური იმაში? მე ზუსტად მინდა ავხსნა. თუ სამყაროს ღმერთი მართავს, თუ კი არა ეგ მართავს, მაშინ შეგვიძლია რაღაცნაირად ავხსნათ ჩვენი ბედი და აწმყო წარსულ მომავალი შეიძლება აიხსნას. და იმასაც გვეუბნება ღმერთი ხანდახან ვის ჩაგვაბარებს. განა ისრაელიერიც ესე არა ხელჩაკიდებული არ ატარა? ხან ეგვიპტეში იყო 400 წელი, 70 წელი ბაბილონში, მერე სპარსეთთან, მერე რომის იმპერიასთან, ბოლოს საერთოდ დედა უტირა. მერე 2000 წლის მერე, თითქმის 1950 ისევ აღადგინა სახელმწიფოდ და ისევ თავისიანა. ეს ხო ღმერთი აკეთებს ამას. აბა ვინ გააკეთა? და ეხლა მე მაინტერესებს ჩვენი ბედი. ჩვენ როგორ გვატარებს ღმერთი? ვის ირჩევს ჩვენ ხელმძღვანელად, მეგობრად, ან მეზობლად, ან ფარველად? ხო, ეგვიპტე გამოიყენა ისრაელმა, გარკვეულდოდ ღმერთმა გამრავდა ის ხალხი და იბარტყა და როცა სხვა იმაში გადავიდა უკვე და ტანჯვა წამებაში და იმაში გამოიყვანა ის ხალხი. ჩვენ ახლა ვიტანჯებოდით რუსეთში და გამოგვიყვანა ღმერთმა? ვიტანჯებოდით ბოლო 60 წელი? ვიტანჯებოდით? აი, მითხარით თუ დამიმტკიცებთ, ვინმე გამოვა, გარდა თავქარიანებისა, ნოდარ ნათაძედეს ჩემთვის არიან გიჟების, წერეთლები ეგენი, საერთოდ არიან ავადმყოფები ეგენი. თუ ჩვენ ვიტანჯებოდით ფიზიკურად, გადაგვარება, გადაჯიშება, გვემუქრებოდა, უნდა გამოეყვანეთ ღმერთს. მსგავსი რამე იყო? ან ფიზიკურად გავნადგურდით, ან ვთქვათ ინტელექტუალურად. გადავხედოთ მაგ პერიოდს. და რატომ მოხდა რომ ჩვენ გამოვიქეცით ტკიცით იქიდან? ვინ გააკეთა ეს? აი ეს თხები რო ჩაგვიდგა სათავეში. სატანასთან დაახლოებული თხები. თხებმა მოინდომეს სხვის ბაღ-ბოსტნებში კარგი ბალახის ჭამა თუ საჭმლის ჭამა და ჩვენ კიდე დაგტოვეს. ხო? თხა მოგეხსენებათ ყველგან გადადის. ცხოვრების საწყალი კიდე ბღავი, რაღაც ბალახი, რაღაც არაფერი. ჩვენი თხები არ ვარგა. და ეხლაც ეს პარლამენტში მოვიდნენ თხები, რომლებიც სხვის ბოსტანში იყურებიან და ცხოვრები კი ისე დატოვეს. ეს არის ალიაბალია რომ შევაჯამოთ. ამიტომ იძახით, რუსები პანაცეა არ არის, მაგრამ ღმერთი არის წარმართველი და თუ ღმერთს უნდა რუსეთთან ჩვენ ჩაბარება, არ უნდა აუჯანყდეთ, იცი? არანაირად სწორი არ არის. ვაცალოთ ღმერთს რა. ვაცალოთ. ჩვენ ჯერ ვერ ვაცალეთ. ხო და ფანცალით მოვდივართ 9 წელიწადი. ფანცალობს თელი ერი. რამდენი დაგვაკლდა ჩვენ არასწორი ურთიერთობით. 2 მხარე წაგვართვეს. აირია მოსახლეობა. 300,000 კაცი უპატრონოდ დარჩა. დაიკარგა სახლები. ერთგან მეორედ საერთოდ შოჩი არის 500,000-მდე სახკარ დაკარგული თავის ტერიტორიაზე. აი რა მოგცვა ჩვენ ამ ახირებამ ევროპამ? მითხარით, როცა იქ ვიყავით, იყო მსგავსი რამე? არა, ეგ დაიწყო 80-იანი წლებიდან. ამიტომ ყველა დასახოცი იყო და ღმერთმა ყველა გაიხმო იქით ის ვიგინდარები, ვისაც წვლილი აქვს ამაში. ყველა გაიხმო. ხო, ჭანტურიები ისენი. ეთყობა რაღაცა იყო მან, დაჯის მეთოდები მუშაობდა მხოლოდ იმიტომ რომ აი თუნდაც მე შემეგრო. თავის დროზე მე ხომ ვიყავი ანტირუსულში. ხედავ ღმერთმა რა გააკეთა? მე ხომ აღარა ვარ ანტირუსულში, ვიყავით ჩვენს, გინდა არ გინდა. რა თუნდა მაგას ლაპარაკი? საშინელი ანტირუსულში ვიყავი მე 25 წლის ჩათვლით. დარწმუნებული ვარ ყველა თქვენ ესე იყავით. იმიტომ რომ მე ესე არაცნობიერად შემომტენეს ეგრე ქართული იმას ავყევი ინტელიგენტებს მოდიდან ვაყვევი, ზვიად გამსახურდიებს იმებს და შემოვიდა ეს ანტირუსული განწყობა. და ღმერთმა ნახე პატივი მცა. ის შორს იყურება, მე ხო ვერ ვიყურები და
მათაც გადავაფასე ყველა ღმერთი და აი მე სხვანაირად დავინახეს ყველაფერი. ასე უყურებს ალბათ ყველა ქართველს იცი და ვინც ამას გადააფასებს, მე მგონი სწორი იქნება რა. ჩვენ ღმერთს უნდა ჩავეკიდოთ ხელი და იმან იცის უკეთესად ჩვენი ბედი და იყვალი. და არ არის საჭირო. აი ქართველიც იცი რა არის საწყენი? იძახის ქრისტიანი ვარო და ვერაფერი ვერ გაიგო რა. ქრისტიანი ნიშნავს ქრისტეს მწოდნეს და ქრისტემ კიდე ბიბლია მოგვაწოდა და ბიბლიაში არის ყველა ადამიანის ბედიღბალი. სახელმწიფოსი ბედიღბალიც არის. ეს თუ აღარ ვისწავლე, მაშინ რანაირ ქრისტიანი ხარ. ასე გადავაგდეთ ჩვენ ყველანაირი ანტი და ღმერთს მადლობა რომ თუ ჩაგვაბარებს ევროპას, მაინც მადლობას ვეტყვი, მაგრამ არანაირად არ გვაბარებს ევროპას. ვერ გავიგე რატომ. ალბათ იმან იცის რომ განადგურება არ აღწდება. და აგერ სახეზეა ყველაფერი. რატომაც ღმერთი ყოვლის შემძლიანი და თუ მთელ ერს ევროპა უნდა. ნეტა ვინ დაუდგება ამას, ა? რატომ არ აკეთებს ღმერთი ამას? ჩვენ ჯინჭიერს. დროზეა ისრაელი არ გამოიყვანა ეგვიპტიდან. უცნაურია, მას ყველაფერი შეუძლია. ამიტომ ჩვენი შეცდომა მთელი ერის არის ის რომ ათეიზმში ვიყავით, ათეიზმში დავრჩით. და როცა გადავედით ათეიზმიდან თეიზმში, ვერ ავხსენით თეოლოგიურად ჩვენი ყოფიერება ქართველისა, ჩვენი ისტორია, მე რატო ვიყავით რუსებთან, რატო გვესხმოდნენ თავს თურქები, სპარსელები. აი, ამის მცდელობა არ არის. ჩვენ აგვაქვს პატარა მასშტაბში ჩვენ, აი თქვენ და მიუღებელი ვართ ჩვენ 10-20 კაცი ვართ. თუ ეს მოხერხდება რომ გაფართოვდება ამის ახსნა, აი ეს არის უკვე გამოღვიძება, პრაბუჟძენიე. ხო, აი გვაკლია. ჯერ ისე პოლიტიზირებული მითმიდის ისე ანტირუსული განწყობა არის. რუსებმა დაგვაქცია 200 წელია ტყავს გვაძრობენ. ამ დროს ამას ლაპარაკობს ბათმანი, ლოყები როაქ და ღიპი როაქ, რა ვიცი, 200 კილოიანი. ამას რო ლაპარაკობდა ხალხი მონათლობელობაში, გამხდარიც იყო კაცი, გაუბედული, გაწამებული და რა გაფუყებული ერივა ვიყავთ და მოვინდომეთ მეტი. ესე იგი, ნახეთ რა გავაკეთეთ ჩვენ. მეტი მოვინდომეთ, მეტი. მეტი მოვინდომეთ და დავისაჯეთ. ღმერთის არ დავეკითხეთ, ისე გადმოპლაკუნდით. ვაგინეთ რუსებს, გინება დაიწყო ჯერ კიდე 86 წლიდან. საშინელი გინება წავიდა 88-ში, 89-ში. კულმინაცია იყო 91. და აბატონ, სახეზე რა გვაქვს. დაშლილი პაჭიკოს გარმონივით სამ იმათ ქვეყანა. იქით აჭარაა ცალკე თურქები არის, სამეგრელოსაც შეიძლება ეგ უწერია, აფხაზეთი ჩვენთან არ არის, ოსეთი ჩვენთან არის, მთელი საქართველო არის დაქუცმაცებული. მოსახლეობა იმდენად დანაწევრებული, ვერ გაიგებ რა ხდება რა. გადაყრილია ხალხი, გაიყარენ, გაიფანტნენ და გაუბედურდნენ. გაიყრაც კარგია თუ კარგად აღარ, მაგრამ დიდი უმრავლესობა არის გაუბედურებული. არა, გახლეჩილები არიან ქართველები. ხო, ასე მე ასე უყურებ ამ საკითხებს რო იცოდეთ და აქედან გამომდინარე მოკლედ ასქვით. არ აღვიქვათ რუსეთი როგორც ჩვენი დამღუპველი, იმიტომ რომ ჩვენი დამღუპველი არის სატანა. თუ ნება იქნება ღმერთის სატანის ეტყვის, რომ დაღუპეს ერი, ეგ გასაგებია, მაგრამ ჩვენ რო ეს ვიცით, უკვე ღმერთთან ავიღოთ ურთიერთობა. და როგორც ღმერთი გადაწყვეტს, ვისაც ჩაგვაბარებს იყოს ბატონო. ხო, იყოს ნება შენი. ღმერთმა თუ ჩაგვაბარა, ჩვენ ასე ჭკვიანი ხალხი ვართ. უტვინო რუსს. რატომ უნდა აუჯამოთ? ჩვენ ხო მორწმუნეერი ვართ. მორწმუნეერი ნიშნავს აბსოლუტური დამოუკიდებელი არის ღმერთი ყველასგან და ის წყვიტავს ყველაფერს და ჩვენ იმასთან დავიჭიროთ სწორი ურთიერთობა და ვინც იმას გამოგვიგზავნეს, ვინც ღმერთი, აი ქურთი რო გამოგვიგზავნოს, დავყაბულდეთ რა. ეს გვაკლია ჩვენ მეტი არაფერი. თუ ეს მეტი არაფერი არ არის.